მაშ საღამშვიდობისა ყველას კეთილი დაბრუნება პარაბელუმზე. დიახ, ხედავ რომ უკვე ჩატში ვიღაც ამაზე საუბრობს, სადან ტრამპის სიტყვები ნამდვილად ძალიან სერიოზულია. მართალია, ტრამპი ხშირად ამბობს უცნაურ რაღაცებს, მაგრამ ამჯერად მისი სიტყვები უკიდურესად გაურკვეველი და ძალიან საშიშია. ვისაც არ მოусმენია, მთელი ცივილიზაცია დღესღამით დაიღუპება. რომ აღარ დაბრუნდეს, რომ აღარასოდეს დააბრუნონ უკან. არ მინდა ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მაინც მოხდება. როგორც არ უნდა იყოს, ეხლა როცა გვაქვს რეჟიმის სრული ცვლილება, შესაძლოა განსხვავებული, უფრო გონიერი, ნაკლებად რადიკალიზებული და ნაკლებად რადიკალიზებული გონებები დაიმარჯვებენ. შესაძლოა რაღაცა რევოლუციური და საოცარი მოხდეს, ვინ იცის. ამამ გავიდით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მსოფლიოს გრძელი და რთული ისტორიის განმავლობაში. 47 წლიანი გამოძალვა, კორუფცია, სიკვდილი საბოლოოდ დასრულდება. ამერთმა დალოცოს ირანის დიდი ხალხი. ეხლა რას ნიშნავს მთელი ცივილიზაცია? ის დღეს ღამით გაქრება. ვიღაცამ დაიწყო ბირთვულ ტაქტიკებზე საუბარი. სავარაუდოდ ესეთ რაღაცაზე მათ დამტკიცებას არ მისცემენ. ამასთან მივესალმები პროფესორ ბონიარდის. ალბათ ტრამპი, რომელიც საკმაოდ მიჩვეულია მკვეთრი ტერმინების დამოყენებას თავის საუბარში, არ მგონია, რომ ამას მნიშვნელობას ანიჭებს. ის ამას ისწრაფოდა, მით უმეტეს, რომ შედეგები ყველასთვის დამანგრეველი იქნებოდა, მათთვისაც კი, ვინც პირდაპირ სამიზნე არ არის. ატიოსნად ვთქვათ, ამ დღეებში და საათებში უკვე ვხედავთ, როგორ ბომბავენ ამერიკელები კარგის კუნძულზე ბევრ ობიექტს. ეს არაერთხელ გვითხოვს, ამერიკელების ყველა მოძრაობა მაინც იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი მინიმუმ კუნძულებზე ჩაერევიან. თორე სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა მიზეზი, რომ 82-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის ჯარები, ტრიპოლის გემზე მყოფი ჯარები და ასე შემდეგ გადაადგილებულიყვნენ. და ბოლო საათებში მათ მართლაც შეუҭიეს კარბის კუნძულს, სულ მცირე მის სამხედრო ობიექტებზე. ეს რაღაცას მიანიშნებს. მართალია წინა დღეებშიც უკვე იყო სადაზვერო და შემსწავლელი აქტივობა, ეხლა არავინ იცის ზუსტად. დაიკავებდა თუ არა კარბის კუნძულს, მაგრამ აქ საღიაზრი ცოტა ვნახეთ. ამიტომ თქვათ ასე, პუტინის დროიდან დავანებე თავი რაციონალურ ანალიზებს, რადგან ვეღარ ვიღებდი როგორც მოცემულობას, რომ მონაწილე მხარეები რაციონალურები არიან. ისინი არ არიან რაციონალურები, არც პუტინი იყო ადრე, არც ტრამპია ეხლა. ამიტომ თუ უბრალოდ იმაზე კონცენტრირდებით, რაც ხდება და იმ წყაროებზე, რაც გვაქვს, თუნდაც ეს მიგიყვანოს დასკვნამდე, რომ ეს არარაციონალური ქმედებაა, მაინც უნდა მიხვე მას. არ არსებობს მიზეზი, რომ გადაადგილო ეს ჯარები, ჩაატარო დაზვერვა კუნძულზე, თუ რეალურად არ დაობს მისი დაკავების განზრახვა. სხვა შემთხვევაში მთელი ეს აქტივობა აუხსნელი რჩება. კარბის კუნძულზე ბოლო 24 საათში განხორციელდა დარტყმები. მოდი ვნახოთ რა იყო დაზიანებული, რადგან ეს გარკვეულ მინიშნებებს გვაძლევს. ის უკვე დააზიანეს დაახლოებით 1 თვის წინ, მაგრამ არასერიოზულად თუ არ ცდები, მხოლოდ ანტიაეროდაცვით ბატარეებს. ეს არის უკიდურესად დეტალური რუკა იმისა, რაც კუნძულზე იყო ცნობილი. ანტიაეროდაცვითი ბატარეების, სარაკეტო სისტემების, საწყობების, რადარების, საკომუნიკაციო ანტენების და სხვა მსგავსი ობიექტების დონეზე. საინტერესოა ის, რომ დააზიანეს გამაგრებული საცავები. რა არის გამაგრებული საცავები? ეს არის ფაქტობრივად საცავები, რკინა, ბეტონის ნაგებობები,
სადაც ჩვეულებრივ შიგნით საბრძოლო მასალაა განთავსებული, ისეთი საცავები, რომლებსაც ხშირად უკრაინელები უტევდნენ ლიპეცკში, რუსეთში. როცა შენ საცავებს უთხრა მზღუდავ ქვეითების იმ ჯარების შესაძლებლობებს, რომლებიც კუნძულზე არიან, რომ პრაქტიკულად შეავსონ მარაგები, პრაქტიკულად. თავიანთი იარაღი. ამ რაღაცაზე დარქმას აზრი არ აქვს. თუ არ გინდა შეიჭრა. საწყის ეტაპზე აზრი ქონდა ზოგიერთი საჰაერო თავდაცვის სისტემის დარტყმას, რადგან ისინი მაინც შუაში იყვნენ, როგორც ხედავთ, სპარსეთის ყურეში. მაგრამ თითოეული საკომუნიკაციო სისტემის, საწყობების და ასე შემდეგ დარტყმა ძალიან გვაფიქრებინებს, რომ მათ მისი ოკუპაცია აქვს განზრახული. მისი ოკუპაცია, როგორც პოლკოვნიკ სტიპესთანაც აღინიშნა, ადვილი არ იქნება. ანუ ეს მაინც კაციდან კაცზე ბრძოლა. იმის გათვალისწინებით, რომ თუ ჩასაბრძოლებლად ჩადვირთვის დოკის ზონაში წახვალთ, ყველაფერი როგორც ხედავთ, სავსეა საწვავის საცავებით. ამიტომ ბომბების გამოყენება შეუძლებელია, артиლერიის მხარდაჭერის გამოყენებაც არ შეიძლება და ასე შემდეგ. მე ვთქვი, რადგან დონალდ ტრამპმა ალბათ ბრიფინგზე წაიგითხა, რომ ირანის ნავთობის 90% აქედან გადის, ალბათ მან ყველაფერი დაიგნორა, რაც უთხრეს. შემდეგ მან მხოლოდ ის გაიგო, რომ 90% ნავთობია. და ამიტომაც უნდოდა სურს ირანელები ხელში წაავლოს ხელი. სულ მცირე ეს იქნებოდა მისი განზრახვა. ასე შეიძლება იყოს კომბინირებული. ნაწილობრივ საჰაერო დესანტი, ნაწილობრივ სადესანტო ჯარები. მაგრამ აუცილებლად მცირე ხომალდებით, ალბათ ღამით, ძალიან სწრაფი და პატარა გემებით. ტრიპოლის იქ მისვლას ვერ დაინახავდი, რადგან მისი მისვლა კილომეტრიდანვე გამოჩნდებოდა. და ძალიან დიდი ალბათობით სხვა შესაძლო სამიზნეებია პატარა პოლიჩეს და დიდი პოლიჩეს კუნძულები. ცოტა უფრო რთულია კუნძულების დაკავება, თუმცა უფრო ლოგიკურია ორმუზის კუნძულები, რადგან ისინი ბევრად უფრო დიდია. მეტად ბევრია დასაკავებელი. მაინც ცოტა ხანში კაპიტნების გაივლის. იმიტომ რომ დავფიქრდეთ, რადგან ვაცნობიერებ, რომ ვცდილობთ ყველა შესაძლო ინფორმაცია მოგაწოდოთ პირდაპირ ეთერში. ამიტომაც რთულია, რომ ცოტა დრო გამოვნახოთ თქვენთან სასაუბროთ. ზოგიერთი კითხვის გარდა ვცდილობ ავიღო ის კითხვები, რომლებიც ყველაზე სასარგებლოა საუბრისთვის. ამიტომაც ჩვენ არასდროს გვაქვს შვიდი მომენტი, რომ დავფიქრდეთ იმაზე, რაც ხდება. კითხვა, საიდან დაიწყებდნენ აშშ-ის ჯარები მოძრაობას? ბოლო კონცენტრაცია, რაც შევამჩნიეთ 82 დივიზიისა და საზღვაო ქვეითების, იყო დიეგო გარსიას ბაზაზე. მაგრამ რამდენიმე საათში ერთ ღამეში შეუძლიათ გადაადგილდნენ. დაითვალისწინეთ, რომ 82 დივიზია და მისი ბატალიონები შექმნილია იმისთვის, რომ სოფლიოს ნებისმიერ წერტილში 11 საათში გადაადგილდნენ. ასე რომ თეორიულად თუ თვითმფრინავები დიეგო გარსიადან აფრინდებიან, დიდი ალბათობით ისინი 34 საათში ადგილზე იქნებიან. ამიტომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ამ მიმართულებით იმოქმედონ. მოდი უფრო ფართო შეფასებაც გავაკეთოთ იმაზე, რაც ამ პერიოდში მოხდა. შემდეგ ვნახავთ, როგორ გაიყვანეს ამერიკელი პილოტები, რადგან ესეც საინტერესო ისტორია F-15-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით. თქვათ ესე, ირანი. თავდაპირველად ირანს სტრატეგია არასწორად ჰქონდა შერჩეული იმ გაგებით, რომ მან უპასუხა თავისი სარაკეტო და ანტისაჰაერო პოტენციალის დიდი ნაწილის გამოჩენით. და მართლაც თუ გახსოვთ, პირველ დღეს ირანმა უპასუხა 350 რაკეტით, შემდეგ 185-ით, შემდეგ კი 100-ზე ნაკლით. ამიტომ სამ დღეში მათ პრაქტიკულად საკუთარი ცეცხლის პოტენციალის 80% დაკარგეს. ეს იმიტომ, რომ ამერიკელები და ისრაელელები თვეების განმავლობაში ახერხებდნენ ინფორმაციის მოპოვებას. ამიტომ კარგად იცოდნენ, სად დაერთხათ. ეს არის ომის პირველი ფაზა, 7 მარტამდე ომის პირველი ფაზა. შემდეგ, როგორც ხედავთ, ირანელები დარჩნენ გარკვეულ მუდმივ დონეზე, დაახლოებით 30 რაკეტა დღეში
და საშუალოდ 50-100 დრონი დღეში. გაითვალისწინეთ, რომ ბოლო პერიოდში ისინი ისევ ზრდას იწყებენ. ამიტომ თუ გვინდა გავიგოთ რა ხდება, უნდა გავიაზროთ, რომ მიმდინარეობს ორი სრულიად განსხვავებული ომი. ამიტომ ირანმა 7 მარტის შემდეგ სტრატეგიული პარადიგმა შეცვალა, პრაქტიკულად ცვლილება დაანახორციელა, რაც ჩემი აზრით საკმაოდ გონიურულია მათი შეზღუდული შესაძლებლობებისა და რესურსების გათვალისწინებით, რა მნიშვნელობით. გარდა ცნობილი მოზაიკური თავდაცვისა, რომელიც თავისი ბუნებით, თქვათ ესე, ძნელად გასანეიტრალებელია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმე ცდილობს ამას მხოლოდ საჰაერო ძალის გამოყენებით, რაც აშკარა შეზღუდვებს უკავშირდება. მანძილები, დაღლილობა, საბრძოლო ტვირთის შეზღუდვები, ჰაერში დარჩენის შესაძლებლობები. ისიც რომ აღარ თქვათ, რომ ეს ძალები, რომლებიც თავს ესხმიან, ისედაც შეზღუდულია. ისრაელის გარდა, რომელმაც თავისი ხელთ არსებული რესურსებიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის თვითმფრინავები გამოიყენა. ამერიკელები კი ბევრად უფრო შეზღუდულები არიან ავიამზიდებსა და რამდენიმე ბაზას შორის, ასევე რამდენიმე თვითმფრინავს, რომლებიც მაინც ევროპული ბაზებიდან გამოდიან, შემდეგ სადღაც ჩერდებიან და ასე შემდეგ. ეს სხვათა შორის მნიშვნელოვნად ზრდის ლოგისტიკურ საკითხებს და კიდევ უფრო ართულებს მათ. თუ არ გავითვალისწინებთ პერსონალის თვალსაზრისით, ადამიანებისა და ტექნიკის გადაღლას და რა თქმა უნდა ადგილზე საბრძოლო მასალის ხელმისაწვდომობას, არ არის ისე რომ ავიამზიდებს უსასრულო რაოდენობის საბრძოლო მასალა აქვს. ამიტომ ირანის თავდაცვის ბუნება, გარდა იმისა, რომ რისკს ანაცილებს, რადგან მათ აქვთ ეს ფენოვანი მოზაიკური თავდაცვა, პირველ რიგში დეცენტრალიზებულია. ანუ თუნდაც ბრძანების ჯაჭვი დაიკარგოს, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემა, მაინც გარკვეულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. უბრალოდ დრო და დრო რთავენ რადარს, ამოწმებენ რა ხდება მათ ზონაში და რეაგირებენ. ამიტომაც მათ შეუძლიათ ეს გააკეთონ. თითქოს ციმციმა შუქებივით, ისეთ ზონებში, რომლებიც შესაძლოა ამერიკელებს და ისრაელებს უსაფრთხოდ მიაჩნდეთ. რადგან ერთი კვირის განმავლობაში არ არის არანაირი რადარის აქტივობა. შემდეგ კი მოულოდნელად, რადგან გამშვები დანადგარები ხშირად მობილურია, მათ შეუძლიათ ადგილმდებარეობის შეცვლა. ტერიტორია, რომელიც ეხლა ცარიელი იყო და ერთი კვირის განმავლობაში უმოქმედო, მოულოდნელად აქტიური ხდება. ამიტომაც მათ შეუძლიათ დარჩნენ დამოუკიდებლები, თუ კი საკომუნიკაციო ჯაჭვი არ არსებობს. გარდა ამისა, არსებობს ძირითადი საკითხი: მომზადებული პოზიციების, თავშესაფრების, ბაზების, ბუნკერების რაოდენობა უბრალოდ მეტისმეტად დიდია ამერიკული და ისრაელური დაზვერვის შესაძლებლობებისთვის. რა მნიშვნელობით? ამ ანტისაჰაერო სისტემების ბუნებიდან გამომდინარე, ისინი სწრაფად გადაადგილდებიან ერთი პოზიციიდან მეორეზე. და ასევე ქვეყნის რელიეფის ბუნება, მისი ოროგრაფიული თავისებურებები, რომელიც უზარმაზარია და სავსეა მთებით. თქვათ, რომ ეს ყველაფერი იდეალურად ერგება მოზაიკურ თავდაცვის ტიპს. ამიტომ თუნდაც გარკვეულ მომენტში იყოს აქტივობა, ის ძალიან ხანმოკლეა. და ამიტომაც სულაც არ არის გარანტირებული, რომ ამერიკელებს ან ისრაელელებს ყოველთვის ხავდეთ ამ რაიონში თვითმფრინავები, რომლებიც შეძლებენ დართმას და რეაგირებას. ეს დიდი პრობლემაა, რაც მუდმივობის საკითხს უკავშირდება. ამიტომ ეს ფაქტორებიც უკიდურესად მნიშვნელოვანია. სინამდვილეში, რადგან ისინი იყენებენ ტაქტიკას დაარტყი და გაიქეცი. ანუ ისროლე და უკან დაიხიე. ისინი არ ტოვებენ სასარგებლო ფანჯრებს დასარტყმელად. რადგან ყველაფერი 5-დან 10 ფუტში ხდება. ამიტომ საჰაერო ძალა საკმარისი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ერთადერთი გზაა შეტევისათვის, რომ დაარტყა ერთ კონკრეტულ ანტისაჰაერო სისტემას, რომელიც ისრვის და შემდეგ ისევ იმალება მთაში. ეს ამის საშუალებას არ იძლევა. კი, ზობი ამბობს, უნდა გამოიყენოს ZD ღმერთის გულისათვის ანტირადარული რაკეტები, რომლებიც რადარის სიგნალს მიხვებიან და ასე შემდეგ, მაგრამ მოქმედება ძალიან ხანმოკლეა. თუ მაგალითად ის, რაც F-15-ის დაარტყა, ბავარი არ იყო, არამედ თორი იყო.
რომელიც ორ მთას შორისაა და შეიძლება F-15 იქვე გადიოდა, ხო, თორს რა აქვს. დაახლოებით 20 კილომეტრი. იღებს, ისვრის, ყველაფერი ერთ წუთში მთავრდება და დრო არ რჩება რაიმეს გასაკეთებლად. SAD, DED, ანუ რაკეტები, რომლებიც ეძებენ მოწინააღმდეგის რადარის აქტივობას და შესაბამისად მიხვებიან რადარის სიგნალს და უთყამენ ანტისაჰაერო სისტემას. დიახ, შორადის რევანში, ოჩახ. მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვა, პრაქტიკულად. მოკლე რადიუსის თავდაცვითი სისტემები. ისვრიან, მიზანში იღებენ, ისვრიან, აფიქსირებენ 1 წუთი, 2 წუთი და ყველაფერი დასრულებულია. ფურგონს ხურავენ და ისევ იმალებიან. ამათ ესეთი რაღაცები დაუჯერებლად ბევრი აქვს და ამიტომ შეუძლიათ ესეთი რაღაცების კეთება დანაგწვა. მას სტრატეგიის აზრი და არის. რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველივე კვირაში მათი გაშვების უნარის 80% დაკარგეს, ამან ამერიკულ და ისრაელის საჰაერო ძალებს კორიდორების შექმნის საშუალება მისცა. სინამდვილეში ეს არასდროს შეუწყვეტიათ სრულად და ამას ადასტურებს როგორც საჰაერო დანაკარგები, რომლებიც გრძელდება, თუნდაც მცირეა ონთან შედარებით, სადაც ორი თანაბარი მოწინააღმდეგეა და ასევე გრძელდება დრონებისა და რაკეტების გაშვების მხრივაც. აი სწორედ ამ კამპანიის ყველა ეს შეზღუდვა, რომელსაც ატარებენ ისრაელელები და ამერიკელები, საშუალებას აძლევს ირანს შეინარჩუნოს გარკვეული საპასუხო შესაძლებლობის ზღვარი. კარგი? შეზღუდული, მაგრამ უჩხვეტი. მაგრამ საკმარისია მიზნისთვის. რა მნიშვნელობით არის საკმარისი მიზნისთვის? მიზანი არ არის მოწინააღმდეგის მოქმედების ტაქტიკურად შეჩერება. ანუ ცდილობენ შეაჩერონ ამერიკული და ისრაელის საჰაერო უპირატესობა, რადგან თუ ისინი გამოიყენებენ თავიანთ რესურსებს ამისთვის, ისინი განადგურდებიან. ამიტომ ამას აკეთებენ მხოლოდ გარკვეულ მომენტებში, რათა მთელი ტერიტორია მუდმივად გაურკვევლობაში იყოს. ასევე იმიტომ, რომ მათ ნამდვილად გაითვალისწინეს წარმოების შესაძლებლობის დაკარგვა. ქარხნები და ასე შემდეგ ეს უკვე იცოდნენ, რომ დაკარგავდნენ. ამიტომაც იცოდნენ, რომ მათ ხელთ არსებული რესურსები გონივრულად უნდა ემართათ. როგორც დარჩენილი რესურსები, ასევე ისინიც, რომლებიც, თქვათ, დროებით ნიუცდომელი იყო, რადგან შეიძლება გვირაბი რაკეტამ დაფარა. რისთვის? იმისათვის, რომ თავისი სტრატეგია განახორციელოს. და რა არის ირანის სტრატეგია? ის ამ თვეში სხვადასხვა ესკალაციის ეტაპებზე გამოულინდა, რა თქმა უნდა, რომელსაც ორი ძირითადი წერტილი აერთიანებს, ერთი არის დრო და მეორე ირანის გამძლეობა. ეს სიმეტრიული სტრატეგია ფაქტობრივად პირველ რიგში ომის რეგიონალიზაციას ისახავს მიზნად და აქ ვითხოვდი, რომ მათ ეს შეძლეს. მართალია. თავად ადგილის ბუნება სრულყოფილად ხელს უწყობს რეგიონალიზაციას. გოლფის ქვეყნების ნავთობისა და ენერგეტიკული წარმოებების სტრატეგიული ბუნება და ის ურთიერთდამოკიდებულებები, რომლებიც ბევრ ქვეყანას შორის არსებობს. და ამ მონარქიები ძალიან ცოტა სამიზნეს გაძლევენ. საბოლოოდ თუ დაარტყამ გაზის გათხევადების ობიექტებსა და ნავთობის დანადგარებს, პრაქტიკულად 80% მათი შესაძლებლობებისა წაართვა. ხოლო მეორე კი ოროგრაფიული ფაქტორი. თუ გინდა ეს კრიზისი რეგიონულ კრიზისად გადააქციო, აბა რომელი ადგილია უკეთესი თუ არა ჰორმუზის სრუტე. ხედავ რომ ადვილია მისი კონტროლი და შეჩერება. რა არის მიზანი? საწყისი მიზანი იყო რეგიონალიზაცია, რათა გაეზარდა მისი ეფექტი და გადაეყვანა ეს შემდეგ ესკალაციამდე, ანუ გლობალურ კრიზისამდე. რომ ფაქტობრივად ხარჯების გადატანა რომ მომხდარიყო. პოლიტიკური და ეკონომიკური ხარჯები და შესაბამისი შედეგები ამერიკელებზე. და გუწველად რო თქვა, მათ ეს შეძლეს.
რადგან საბოლოო მიზანი აქამდე მათ შეძლეს სამი პირველი მიზნის მიღწევა, ანუ გადარჩენა მოზაიკური თავდაცვით, ზეწოლის გაგრძელება, კრიზისის რეგიონალიზაცია, კრიზისის გლობალიზაცია. ამ ყველაფრის ეკონომიკური და პოლიტიკური ხარჯების ამერიკელებზე გადატანა. მაგრამ ასევე მეოთხე პუნქტით, რომელიც საბოლოოა, ანუ მიზნად ისახავს ამერიკული სამხედრო მოქმედების პოლიტიკური და ეკონომიკური არამდგრადობის მიღწევას. რომელსაც აქვს ყველა ის შეზღუდვა, რაც ვახსენეთ, ოპერაციული, ლოგისტიკური და დამძლეობის შეზღუდვები. ასე საუბრისას ირანელები სულ უფრო ნაკლებ სამიზნეს ტოვებენ, იმ გაგებით, რომ ამ ეტაპზე ამერიკელებისთვის მაქსიმუმი არის გაზარდონ იმ სამიზნეების ტიპი, რომელსაც ურთყამენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ კიდევ ერთ ქარხანას ან ენერგეტიკულ სადგურს დაანგრევ, დიდ სქემაში რამე შეიცვლება. ის, რაც ირანელებმა შეინახეს, საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად იქ არის. ეს არ ნიშნავს, რომ თუ ხიდს დაანგრევ, რაკეტები გაქრება, დრონები გაქრება, ან სააერო თავდაცვის სისტემები გაქრება. ამიტომ საინტერესოა, რომ ხედავთ ორი სულიად განსხვავებული ომი მიმდინარეობს. ერთი ტაქტიკა და ეს აშკარაა, რომ ამერიკული და ისრაელის ტაქტიკური უპირატესობა ძალიან დიდ ფასად დაუჯდათ. გამშვები დანადგარების, გემების, ბაზების, წყალქვეშა ნავების განადგურება, ზედაპირული ფლოტი აღარ არსებობს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ზედმეტად მოვახდინეთ კონცენტრაცია თითოეული განადგურებული გემის გაშუქებაზე, ესეთ დეტალებზე და ზოგადი ხედვა დაგვაკლდა. საბოლოოდ რა არის ამ ომის მთავარი ფაქტორი, რომ სტრატეგიული არ არის იგივე, რაც ტაქტიკური. ანუ როგორ მიმდინარეობს ბრძოლა, ასე ვთქვათ, ადგილზე. ამიტომ გულწრფელად რო ვთქვა, მე ვერ ვხედავ გზას, რომლითაც ამერიკელები და ისრაელელები ცალკე დავტოვე, რადგან ისრაელი ცალკე საკითხია და ამაზე შეიძლება საუბარი. ამერიკელები ვერ მოიგებენ ამ ომს, არა იმიტომ, რომ სამხედრო თვალსაზრისით არ შეუძლიათ ირანელების დამარცხება, არამედ იმიტომ, რომ არსებითად, როდესაც არ გაქვს შესაძლებლობა შენი მოწინააღმდეგისთვის წარმოების, ლოგისტიკის და სხვა პროცესების შეზღუდვის უნარი არ გაქვს. მხოლოდ საჰაერო ძალით სტრატეგიულ გამარჯვებას ვერ მიაღწევ. ძალიან რთულია. მოგიყვანთ მაგალითს. პრაქტიკულად საჰაერო საზღვაო გამარჯვების შესახებ, რომელიც იაპონიის იმპერიამ პერლ ჰარბორში მოიპოვა და რომელსაც ტაქტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. მათ გაანადგურეს რამდენიმე თვითმფრინავი და რამდენიმე გემი. მაგრამ ვერაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს გემების აშენება შეეჩერებინა. ასე რომ საბოლოო ჯამში ეს უბრალოდ ლოკალური გამარჯვება იყო. ეს იგივე პრობლემა ჰქონდა ავსტრიელ ნდებავსაც. მას არ ჰქონდა დაბომბვის შესაძლებლობა, მათ არასდროს აუშენებიათ, არასდროს ყოლიათ სტრატეგიული ავიაცია და გერმანელებმა შესაბამისად ვერასდროს შეძლეს ამერიკაში მისვლა. იყო რამდენიმე პროექტი, მაგალითად პროექტი ბომბარდიერი ამერიკა, მაგრამ ვერც რუსების დაბომბვა შეძლეს, როცა მათ ბაზები ურალებთან ან ურალებს მიღმა გადაიტანეს. აი როცა ეს შესაძლებლობა გაკლია, თუ მოწინააღმდეგე არ ნებდება, ან შიდა პოლიტიკურ საკითხებზე არ იშლება, ვერცად წახვა. შეგიძლია მხოლოდ გააფართო იმ სამიზნეების ტიპები, რომლებსაც ანადგურებ. მაგრამ, როგორც ვთქვი, კიდევ ერთი ხიდი ან გვირაბი განსხვავებას არ ქმნის. ჯერ მადლობა, ცოტა შევისვენებ და ყველა კითხვასაც მივიღებთ. ქვის ხანაში დაბრუნება შეიძლება ნიშნავდეს ირანული ნავთობის გრძელვადიანად ბაზრიდან ამოღებას და მონარქიებისასაც. ეს იქნებოდა ლოგიკური, თუ მსოფლიო ნავთობის კონტროლის საჭიროება არსებობს. რა თქმა უნდა, თუ ხარბის კუნძულს აიღებენ და გაანადგურებენ ენერგეტიკულ სადგურებს, ხიდებს, რკინიგზებსაც, სხვათა შორის ისრაელმა ირანის მოსახლეობას შეთხობინება გაუგზავნა. არ ისარგებლონ მატარებლებით, რადგან მათაც გაანადგურებენ. ხო, ტექნიკურად თუ ყველა ინფრასტრუქტურას გაანადგურებ და მათ აღდგენის საშუალებას წართმევ, რაც ნავთობის გაყიდვაა. რაც შეეხება ირანელებს, ტექნიკურად მათ უკან აბრუნებ, არა ქვის ხანაში, მაგრამ ბრინჯაოს ხანაში ნამდვილად. სტეფან დიდონა გამოვლინდა, რომ ირანმა ტაჯიკეთში დრონების ქარხნები დაარსა.
არა, ისინი რუსები იყვნენ, მაგრამ არა ტაჯიკეთში, არამედ თათრეთში. შეიძლება ირანელებმა შეძლონ პროქსების პოვნა, მაგრამ ქარხნებს ორ თვეში ვერ ააშენებენ. და ამ არეულობამდე ირანული პროქსების შესახებ სხვადან არის მოდა, მით უმეტეს რომ ზოგი ქვეყანა არ უნდა იყოს ჩართული თუ რამე არეულობა მოხდება, დრონები საკმაოდ ბევრი გამოუშვეს. ამიტომ მე მგონია რომ ვინმე ამ საქმეში ჩართვა უნდადეს, ეს ძალიან საეჭვოა. ამ დრომდე არასდროს გვსმენია, რომ მათ დრონებისთვის გარებაზები ქონდეთ. ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, უბრალოდ ნულოვანია შანსი. თუ მხოლოდ სულიად შეშლილი არ არის, მით უმეტეს რომ დიდი სამიზნეები აღარ დარჩა. რაც დარჩა, შეუძლიათ მშვიდად გაანადგურონ მართვადი ბომბებით. საჭირო არ არის. ესე რომ აქ გადაჭარბებაა. ეს არის ტრამპის სიტყვები, მესმის რომ ეს განგაშს იწვევს, მაგრამ არა, ესეთი რაღაცის გამოყენება არ იქნება. ასე რომ შვიდად იყავით, ვიცი რომ შემდეგ მედია ამას გამოეკიდება, რადგან ტრამპის სიტყვები მართლა ძალიან შემაშფოთებელია და ადვილად შეიძლება არასწორად დაიგო. არა მხოლოდ მისი, არამედ ვანსისიც, რადგან ვანსიც დაახლოებით ასე გაუხვევლად დარჩა და სურდა გაემეორებინა ის, რაც ტრამპმა თქვა. რაც შემდეგია. თელ ქვეყანას შეიძლება ერთ ღამეში დაარტყან და ეს ღამე შეიძლება ხვალ იყოს. რატო გავაკეთე ეს ლაივი? იმიტომ რომ ამაღამ შეიძლება იყოს ის ღამე. და ვიგძენი რომ იმის მიუხედავად რომ ჩვენ ვაცუდით ინფორმაციას და ასე შემდეგ, მაინც უნდა გითხრათ რომ თუ მართლა მოხდება ესეთი ტიპის თავდასხმა, ანუ მივალთ იმ მომენტამდე, როცა დაბრუნების წერტილი აღარ არსებობს, რადგან არსებობს რისკი, რომ დაუბრუნებლობის წერტილს მივახციოთ. და ჩვენ ამას ძალიან მიუახლოვდით, რა გაგებით დაუბრუნებლობის წერტილს. ამ დრომდე რაც ხდებოდა იყო შემდეგი. მე გირთხამ რამდენიმე ბაზას, რამდენიმე რადარს, რამდენიმე TAD სისტემას, შენ კი მირთხამ ჩემს გამშვებ მოწყობილობებს. ეს უფრო მეტად სამხედრო სფეროში რჩებოდა. ამერიკული ბაზები ქუეითში, სხვა ადგილებში იბომბებოდა და ისრაელები და ამერიკელები ბომბავდნენ ბაზებს, თვითმფრინავებს, გემებს და ასე შემდეგ. ირანელები თუ კი დაიწყება ერთმანეთის დაბომბვა, განსაკუთრებით ირანსა და სპარსეთის ყურის მონარქიებს შორის, და სწორედ სპარსეთის ყურის მონარქიებია ისინი, ვინც შეიძლება დაზარალდნენ, ირანული შურისძიება, მაშინ იქ მივდივართ დაუბრუნებელ წერტილამდე. რას ნიშნავს დაუბრუნებელი წერტილი? როგორც წინა პირდაპირ ეთერში გაჩვენეთ. ეს ქვეყნები უმეტეს შემთხვევაში დამოკიდებულნი არიან დიდ საწარმოებზე, რომლებიც აწარმოებენ ენერგიის, ნავთობის და ასე შემდეგ, დაახლოებით 20-დან 30%-ს. ამიტომ საკმარისია ორი საწარმოს დაზიანება და მათ ეკარგებათ წყლის 60% ენერგიის, 60% ნავთობის წარმოების 60% და შესაბამისად აღდგენის შესაძლებლობაც. ნელეულ გუშინ ირანელებმა დაარტყეს. საუდის არაბეთის ძალიან მნიშვნელოვანი საწარმოო ობიექტი. ამას გვიდასტურებენ NASA firms-იც. როგორც ხედავთ, სადაც წითელია და სადაც პრაქტიკულად სითბოს დაფიქსირება, ეს ნიშნავს, რომ მათ დაარტყეს ძალიან მნიშვნელოვან ობიექტს. რატომ არის ეს ობიექტი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეს ობიექტი აწარმოებს საუდის არაბეთის ნავთობის დაახლოებით 30%-ს. მას ჯუბაილი ქვია. ფაქტობრივად ეს არის ინდუსტრიული კონგლომერატი, სადაც აწარმოებენ სასუქებს, ნავთობპროდუქტებს, ანუ პლასტმასას, ბიტუმს, მაგრამ ყველაზე მეტად ნავთობს. ზოგიერთი შეფასებით ის წარმოადგენს მსოფლიო ნავთობის მთლიანი წარმოების 6-დან 8%-ს. და საუდის არაბეთის მიერ წარმოებული ნავთობის 25-დან 30%-ს. კარგი? თუ ეს ქარხანა გაჩერდება, კრიზისი სისტემური ხდება, რადგან ერთი თვის შემდეგ, თუ კი ომი დასრულდება, ეს ქარხანა ისევ ვერ დაიწყებს მუშაობას როგორც ადრე. თუ ამ ქარხნებს ერთი მეორის შემდეგ გააჩერებენ,
ასეთი სიმძლავრის ქარხნის თავიდან აშენებას 45 წელი სჭირდება. და მსოფლიო რას გააკეთებს ამ 45 წლის განმავლობაში თუ სპარსეთის ყურის მონარქიები და ირანელებიც დაკარგავენ თავიანთ შესაძლებლობებს. კრიზისი სისტემური ხდება, როგორც ბიორდი ალფარასი ამბობდა. გიგანტური სამრეწველო ცენტრი 1000 კვადრატული კილომეტრის ფართობით. კარგი, ამიტომაც ვამბობ, მივდივართ იმ წერტილამდე, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია. თუ ამერიკელები იმოქმედებენ ისე, როგორც აპირებენ, ანუ გაანადგურებენ აეროპორტებს, პორტებს, ხიდებს, ენერგეტიკულ სადგურებს და ასე შემდეგ, ირანელები, რომლებსაც არ აქვთ ძალიან შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების დიდი შესაძლებლობა, შულს იძიებენ ყველა სპარსეთის ყურის მონარქიაზე, რომლებიც უკიდურესად დამოკიდებულნი არიან რამდენიმე დიდ სისტემაზე. და ეს არის სამსონივით ყველა ფილისტიმელთან ერთად დაღუპვის სტრატეგია. ისინი ერთმანეთს გაანადგურებენ, ამერიკელები და ისრაელელები, გაანადგურებენ ირანის, ესე ვთქვათ, სამრეწველო შესაძლებლობებს და ირანელები იგივეას გააკეთებენ მეორე მხრიდან და ეს გამოიწვევს კრიზისს, რომელიც წლები გაგრძელდება. რადგან სამიზნეები ცოტაა, ძალიან დიდია და ძალიან ღირებული. და მე მეშინია, რომ ტრამპი მართლა ესე მოიქცევა, როცა ეს ულტიმატუმი დასრულდება. უკვე რამდენიმე დრის წინ დაიწყეს რაღაცების ჩვენება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტის ჩამოგდებით, ეს ის იყო, რასაც პირველი ირანელი ამბობდა, რომ ეს აფეთქებაა და ეხა ძალიან ახლოს ვართ. ამას იმიტომ ამბობ, რომ წარმოვიდგენ, თუ ვინმე საქვს კომპანია და უნდა გადაიტანოს 50 სატვირთო მანქანა, ბენზინის ფასი, რომელიც დღეს უკვე მითხრეს ავტოსტრადაზე, იყო 251 დიზელისთვის. ასეთი რამ შეიძლება მართლა აბსურდულ დონემდე მივიდეს. 34 ევრო რო წარმოგიდგინოთ, ნაკლებად ოულობენ ალტერნატიულ წყაროებს. ევროპული და ამერიკული ქვეყნების სტრატეგიული მარაგები 1 თვე, 2 თვე გრძელდება, ქვეყანაზეა დამოკიდებული. შემდეგ შეგიძლია რამდენი მილიარდიც გინდა ჩადო, მაგრამ თუ არ არის, არ არის. უკვე იმ დღეს ვხედავდი გაუქმებულ რეისებს, რაც სწორედ იმით იყო გამოწვეული, რომ ცდილობენ ავია ბენზინის რაციონირებასაც კი. დიეგო მარია ტამბურინი იმავე სტრატეგიის არქონის ფონზე არ ფიქრობთ, რომ რელიგიური მოტივები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე გუგონია ამერიკის მხრიდანაც. არ ვიცი, შენ როგორ ფიქრობ, ტრამპი რამდენად რელიგიურია? ტრამპი ის თამაშობს რელიგიურობას, თითქოს რელიგიურია, მაგრამ მე არ მგონია, რომ ის მართლაც განსაკუთრებულად რელიგიურია. ისინი ყოველთვის თამაშობენ ამ სცენას გარკვეული ხალხისთვის, მაგრამ სინამდვილეში საერთოდ არ არის რელიგიური. მინდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, რადგან ეს იდეა, რომელიც ამერიკელებს, განსაკუთრებით კი ტრამპს აქვთ, ირანზე დაუხსელდეს, ზუსტად იგივე ფორმულა, რაც ვენესუელასთან გამოიყენეს. ანუ ლიდერს მოვაშორებთ და შემდეგ ვინც მოვა, მასთან შევთანხმდებით, ვენესუელაში იმუშავა, ხო ასე? ფაქტობრივად გაანადგურა, საელჩო ხელახლა გახსნა და ეხლა ჩუმად ამერიკელებთან ბიზნესს აკეთებს, მაგრამ ირანთან ეს არ იმუშავებს, ამ დღეებში გამიმართლა და ირანის საკითხებში ძალიან გამოცდილ დაზვერვის რამდენიმე წარმომადგენელთან ვისაუბრე და თითქმის ყველა ერთი და იგივე მითხრა ირანს. ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვინც ირანს ნამდვილად იცნობს, არა ამერიკელებისთვის, მას აქვს რეჟიმი, რომელიც ძალიან მძიმე დარტყმების ასათვისებლად არის შექმნილი, მათ შორის რეჟიმის თავკაცის მოცილებაც. რა მნიშვნელობით? მათ აცლეულები ჰქონდათ ამგვარი შემთხვევებისთვის მოსამზადებლად და შექმნეს გაცილებით ნაკლებად ცენტრალიზებული სტრუქტურა, ვიდრე ეს გარედან ჩანს. საბოლოოდ ალი ხამენეი უფრო სულიერი ლიდერია, ვიდრე ტექნიკური ან პრაქტიკული. და საკმაოდ აშკარაა, რომ ის მხოლოდ იმ ლიდერებზე არ იყო დამოკიდებული, უბრალოდ თავად ხელმძღვანელობაზე. მაგრამ რაზე დგას მათი სისტემა? სხვადასხვა სვეტებზე, რომლებიც ფაქტობრივად გუმბათს უჭერენ მხარს. ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა აუცილებელი არ არის. და თუ ერთი ჩამოინგრევა, მას სულიან და საბოლოოდ სტრუქტურული ნგრევა არასდროს ხდება. მეორე მხრივ, ჩემი აზრით, ნამდვილად დიდი რისკია,
რამდენიმე დღის წინ ვუყურე ძალიან გრძელ ინტერვიუს ყოფილი დირექტორის ევბარისთან. ასევე სხვადასხვა თამაშების სტრატეგიის ექსპერტები ამბობენ, რომ ეხლა ყველაზე დიდი რისკი სწორედ საპირისპიროა იმისა, რასაც ამბობენ. ტრამპი, ვენსი და ასე შემდეგ. ანუ თუ ჩვენ წავიკითხავთ ტრამპის საწყის თვიტს, ის ამბობს, ჩვენ მაინც განვახორციელეთ რეჟიმის შეცვლა. ის კი არა, ეხლა ამბობს, რომ ჩვენ მივახციეთ სრულ რეჟიმის შეცვლას. საერთოდ ვერ ხვდება რა არის ეს აცხადება. ისინი ვინც ახლა არიან, განსხვავებულები არიან, უფრო ჭკვიანები და ნაკლებად რადიკალიზებულები, ნაკლებად რადიკალური ელემენტები. ისინი გაიმარჯვებენ. რაც ზუსტად საპირისპიროა იმ 20-მდე ანალიტიკოსის აზრისა, ვისაც მოусმინე, როგორც პირადად, ასევე პოდკასტების მოსმენისას და ასე შემდეგ. გამნიშნულობით ყველა ანალიტიკოსი, ვინც კარგად იცნობს ირანს და ამ ტიპის სტრუქტურას, ამ საკითხს. ძალიან დიდი ალბათობით, როცა სხვადასხვა ლიდერები ეტაპობრივად იშლებიან და სხვები მეორე ან მესამე რიგებიდან ამოდიან, ეს უკანასკნელები კიდევ უფრო რადიკალიზებულები იქნებიან. სტრუქტურის ტიპი საკუთარ ქმედებებში, რატომ? მათმა დაიკისრებინა ჯარიმა კონსერვაციული შენარჩუნებისთვის, დაქვემდებარებულთა პატივისცემის გადადებისთვის და სტრუქტურის ტიპი, პროფილი და წარსული დამოცდილება და შესაბამისად, რადგან ნაკლებად ცნობილია, ნაკლებად შეუძლიათ ავტორიტეტზე დაყრდნობა. საკუთარ თავზე დაყრდნობით ფაქტობრივად საპირისპირო ეფექტს იღებენ. ეს კიდევ ერთი საკითხია, როგორ ხსნი იმას, რომ ყველა ანალიტიკოსმა იგივე თქვა, რასაც შენ ამბობ. და პენტაგონისა და CIA-ის შემთხვევაში ასე არ არის. ბარნსი, ყოფილი FBI-ის თანამშრომელი, ამას ამბობენ სხვა ანალიტიკოსებიც, რომლებსაც ვადევნებდი თვალს, ხისდან, center action-დან, resilience-დან და კიდევ ბევრი სხვა. ასევე მოვისმინე ისრაელელი ხალხისგანაც, რომლებიც იგივეს ამბობენ, რომ მათაც გაანადგურეს ისინი, მაგრამ არა იმ მიზნით. გესმის, რომ ამბობენ რეჟიმის შეცვლას. არა, უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ბრძანების ჯაჭვი, მაგრამ ისინი დიდ ცვლილებებს არ ელიან, რომ ეს თლიანად რევოლუციას მოახდენს რეჟიმში, ან რომ ის დაეცემა და ასე შემდეგ. უბრალოდ აშორებ ლიდერებს, რადგან ისინი მომენტში მართავენ და ამით ქმნის სიცარიელეს, რომლის შევსებასაც დრო სჭირდება. მაგრამ არა იმ მიზნით, რომ რეჟიმი დაამხო ან რეჟიმის დამხობა სელოდო. ამას თითქმის ყველაზე სერიოზული ანალიტიკოსი ამბობს. ეს კაუფმანიდან დაწებული ბევრ სხვასთან ნახე ამ დღეებში, უცი მოვისმინე და წავიკითხე და არც ერთი არ ამბობს ამას. მათ შორის ამერიკელებიც. რომ არც ერთი არ იზიარებს იმ აზრს, რომ თუ რეჟიმის ტოპ კლას გაანადგურებ, მაშინ უცებ რეჟიმი დაიშლება და შეიცვლება. უпростоრად შეიცვლება, მაგრამ უარესობისკენ. ისინი გაცილებით უფრო პარანოიულები გახდებიან და ალბათ უფრო მეტიც. ამას ვამატებ, იმიტომ რომ იყო ძალიან კარგი ინტერვიუ ერთ ინდოელთან, რომელიც ხშირად მასპინძლობს სარა ფეინსაც, რომელიც ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების მკვლევარია, სადაც ეს პროფესორი, რომელიც თამაშების თეორიაში სპეციალისტია, ამბობდა ამას. რომ ეს ალბათ გამოიწვევს ტერორიზმს ამერიკის მიმართაც, რომელიც დაფინანსებული იქნება ირანის ან სხვების მიერ. რადგან ეს შემდეგი ნაბიჯია ახალი თაობის სუპერრადიკალიზაციის შემდეგ. და ის ფაქტი, რომ ისინი აცნობიერებენ, რომ პირდაპირ სარაკეტო მოქმედება იწვევს ასეთ ჩარევას, ამიტომ მათ დაკარდეს თავიანთი პროქსები, თითქმის ყველა ისრაელის გარშემო, შეიძლება სხვებიც განავითარო. ამიტომ შეიძლება დავბრუნდეთ იმ პერიოდშიც კი, როგორიც იყო 10-15 წლით ადრე, ანუ ტერაქტების პერიოდი, განსაკუთრებით ისრაელში და განსაკუთრებით ამერიკაში. და კიდევ ერთი რამ შევნიშნე, თუ დავაკვირდებით, ვის მოკლეს ისრაელმა და ამერიკელებმა, დავინახავთ, რომ თითქმის ყველა ლიდერი, ვინც გაანეიტრალეს, არ იყო რეგულარული არმიის წარმომადგენელი. მათ უფრო მეტად სადეს პაზდარანებისა და
იმ ლიდერების განეიტრალება, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ დაკავშირებულნი, ასე ვთქვათ, იდეოლოგიურ, დოქტრინალურ ხედვებთან და ასე შემდეგ. არმიის უფრო ოპერატიულ ლიდერებს ნაკლებად შეეხნენ, რადგან არმია ცოტა ნაკლებად ფანატიკურია ყოველ შემთხვევაში, რეგულარული არმია. თუმცა სინამდვილეში ალბათ კიდევ უფრო ნაკლებად. შენთვის ბრავო. ამ კვირაში ჩინეთში ნავთობის წარმოებულების, ბენზინის, ლენისა და პროპილენის ფასის შემცილებაა მოსალოდნელი. ეხლა კი კვლავ იზრდება, დიახ, იმიტომ რომ ეს პრობლემაც არსებობს და ასევე სასტიკებზეც. ჩინეთმა ასევე ნიშნულად გაზარდა საკუთარი მარაგები, ფაქტია. და ამიტომ არ არის ის, რასაც ერთი ქვეყანა შეძლებს. ბოლო 2 წელიწადში ესე რომ ალბათ ზდავსი არეულობის მოლოდიაში. თუ არ ჩავთვლით სხვა ქვეყნებს, რომლებიც უფრო მეტად არიან დამოკიდებული, განსაკუთრებით აზიის ქვეყნები. ასე რომ ეს არის სურათი, არ მინდა პანიკა გამოვიცვლიო, მაგრამ თუ უბრალოდ მოქალაქეები ხართ და არ დახვთ კომპანია ერთი. რამდენიმე რამ შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ თუ ვინმეს კომპანია აქვს, ვერაფერს გააკეთებს. რადგან სად უნდა შეინახო, მაგალითად 50 სათვითო მანქანისთვის ბენზინი ვერ დააგროვებ. მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან, გარდაუვალია რომ კრიზისი სისტემური გახდება. და შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ჩინეთიდან უკვეთავთ, აუცილებლად გაძვირდება. ბევრ სხვა რამეზეც. და ბევრი ინსტრუმენტი არ არსებობს, რაც იტალიას შეუძლია გამოიყენოს. მაგალითად, ცისეს მოხსნა. სისტემური კრიზისის შესამსუბუქებლად, გარკვეულდღური დროის განმავლობაში და არა 2 ან 3 თვის კრიზისისთვის. იქ გარდაუვალია რომ სხვა ქვეყნებთან უნდა გააფორმოს შეთანხმებები სხვა მომწოდებლების მის მოსაძებლად. ეხლა საბედნიერო ჩვენ ასე ძალიან არ ვართ დამოკიდებული ევროპას სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან იმპორტზე ასე ძალიან არის ხო დამოკიდებული, მაგრამ თუ რამეს ხიდულობ ამაზონზე და ასე შემდეგ, არა ეხლა, რადგან ლოგისტიკური ციკლები მაინც გრძელია. მაგრამ ნამდვილად უფრო ძვირი დაბიჯდება, განსაკუთრებით თუ მსოფლიოს სხვა ნაწილიდან ჩამოვა, რომ წარმოდგენა შეგიქმნას. ამიტომ მეც მინდა ნახო, უკან დაიხევს თუ არა. ტრამპი ყოველთვის თავს არიდებს, ან ტრამპი ყოველთვის უკან იხევს, რაც ამერიკულ სლენგში ნიშნავს უკან იხევს. ან იმიტომ რომ უკვე სამჯერ რომ გადადებს ულტიმატუმს. ან იქნება ამჯერად მართლა შეუტევენ. ეს საკმაოდ შემაშფოთებელია ზოგადად იმისთვის, რაც ხდება. ასე რომ როგორც ხედავთ, ირანი ზუსტად იმავე ტაქტიკას აგრძელებს, არც მეტი, არც ნაკლები. შეგიძლიათ ნახოთ აქტივობის ციფრები. დაახლოებით ყოველთვის იგივე რჩება. ცითლად რაკეტებია, ცისფრად დრონები 11 მარტიდან 6 აპრილამდე. უფრო მეტიც შეგვიძლია დავინახოთ ზრდა დრონების მხრივ და ეს არის მონაცემები 2 მარტიდან 6 აპრილამდე. საკითხი ისაა, რომ მათთვის ეს ზეწოლის დონე სრულიად საკმარისია, რათა კრიზისი გლობალურად გადაიტანონ და სპარსეთის ყურის მონარქიების ობიექტები გაანადგურონ. ამიტომ მათ არ სჭირდება დაბრუნება წინა დონეზე, მით უმეტეს, რომ ასეთი მასშტაბური განლაგება მხოლოდ საფრთხეებს უქმნის მათ. მოდი ახლა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ მოახერხეს F-15-ის პილოტებმა F-15-ის გამოყვანა. რადგან ჩემი აზრით ეს საკმაოდ საინტერესოა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ დოქტრინალური თვალსაზრისით ამერიკელების ეს იდეა არასდროს დატოვა ადამიანი უკან, რატომ? რადგან ეს ესე ვთქვათ აუნჯობესებს. იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც მზადაა საშიშ მისიებში წავიდეს. რადგან იცის, რომ თუ რამე დაგემართება, აუცილებლად მოგაკითხავენ. ამაზე მოკლე ვიდეო გავაკეთეთ და შევკუმშეთ, მაგრამ სინამდვილეში თუ დეტალებში ჩაუღრმავდებით, კიდევ უფრო საინტერესოა. იმაზე რაც იქ ითქვა, ჩვენ ნახეთ, რადგან მოკლე ვიდეოში ყველაფრის ჩასმა შეუძლებელია. დასაწყისში ჩვენ ნახეთ სხვადასხვა ამერიკული თვითმფრინავები და ვერტმფრენები. მათ შორის Black Hawk-ი, ანუ Black Hawk-ის წარმოებული ვერსია. თუ არ ვცდები, იქ Pave Hawk-ები მოძრაობდნენ. ზოგი მათგანი განზრახ გაუშვეს არასწორ ზონებში, რათა ირანელებს ეფიქრათ, რომ ისინი იქ იყვნენ. და ამიტომ ყურადღება გაამახულეს იმაზე, თუ სად მიდიოდნენ Pave Hawk-ები. რაც მოხდა დაუჯერებელია, რადგან
ფაქტობრივად ამერიკელები დაეშვნენ. დაეშვნენ კარგი 130-ებით. ერთ ხეობაში. და შემდეგ ზუსტად არავინ იცის რა დაემართა 130-ებს. თუ ისინი აიდია, რადგან ამ მიწაზე დაშვება მაინც არ არის საუკეთესო ვარიანტი. ზოგი ამბობს, რომ ისინი ჩაფლულან, ზოგი კი ვინც სურათებს უყურებს, ამბობს, რომ ესე არ არის. დაბლოკილები ერთმანეთთან, როცა აფრენას ცდილობდნენ. ინგაგებით, რომ ეს პირდაპირ შეჯახება არ არის, მაგრამ თუ ვინმე თვითმფრინავების პოზიციებს დააკვირდება, ისინი არ შეესაბამება იმას, რაც აფრენისას უნდა იყოს. როგორც ხედავთ, ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, ყველა. ეს არის განადგურების კადრები, ესენი კი სილუეტებია. დიახ, მე ვამბობ ჩაფრული, მაგრამ იმ გაგებით, რომ ეს ძალიან რთული რელიეფია, შეიძლება ბორბლებიც კი გაგიფუჭდეს. გასაფალისინებელია, რომ თუ ორი თვითმფრინავი უნდა აფრინდეს და ასეთ პოზიციაში არიან ერთი მეორეს ბლოკავს, ეხა უცნობია ესე დააყენეს თუ არა ისინი, იმიტომ რომ ერთი უკვე დამოუსადეგარი იყო და ამიტომ წინ დააყენეს, რომ ფარად გამოიყენებინათ. ან მოხდა რაღაც და აფრენის აჟიოტაჟში ვთქვათ, ერთმა მოუხვია, დაზიანდა და მეორეც დაბლოკა. არავინ იცის, მაგრამ ძალიან უცნაურია, რომ როცა აფრენა უნდათ, ესეთ პოზიციაში აღმოჩნდნენ და არც ის ვიცით სცადეს თუ არა. არა, ისინი არ ჩამოვარდილან დაშვებისას. ან დააგენეს, რომ დაეფარათ, რადგან გამოუსადეგარი იყო. და ამავდროულად ფარავდა. იმიტომ რომ ვამბობ, ფარავდა. იმიტომ რომ თვითმფრინავების ამ ამბის გარდა, რომლებიც დასაწყისში დაეშვნენ, ფარავდნენ როგორც ფეივხოქით, ასევე ალბათ A10-აც დასაწყისში მხოლოდ ეს ორი თვითმფრინავი დაეშვა. მერე კი როცა ჩარჩნენ, რაღაც მოხდა, გაიჭედნენ, ან ასე დააყენეს, რადგან ვეღარ აფრინდებოდნენ. მოვიდნენ Little Bird-ებიც. Little Bird-ები ესენი არიან ვერტმფრენები, რომლებიც სპეციალურ დანაყოფებს გადაჰყავთ, ისინი თუ ვიყურებიათ. Black Hawk Down. გახსოვთ ის პატარა ვერტმფრენები, რომლებიც მიდიოდნენ და ცეცხლს ხსნიდნენ, როცა სტრობოსკოპებს ისროდნენ სომალელების პოზიციებს. ან ბოლოს, ამ ისტორიის ბოლოს სცენაში. სულ დაიკარგა 4 ვერტმფრენი და 2 თვითმფრინავი. ანუ ის 2 თვითმფრინავი რაც ნახეთ, დაიკარგა. მათთან ერთად 4 Black Hawk-იც. და ისინი წავიდნენ კიდევ ერთი ტალღით, ალბათ Black Hawk-ების, რომლებმაც ისინი წაიყვანეს. რაც ხედავთ, ეს არის 130-ის ნამსხვრევები და მინიმუმ 2 ლიტლის ნამსხვრევები. ეს საინტერესოა ეს რა. ან როგორც ზოგი ამბობს, შეიძლება თვითმფრინავში იყვნენ და ვინ იცის, შეიძლება დაეშვნენ კიდეც. ხშირად მათ 130-დანაც უშვებენ. როგორც არ უნდა იყოს, ეს მისია უკიდურესად ხარჯიანი იყო, რადგან პირველი პილოტიც კი, რომელიც ჭკვიანი იყო, არ გადაურჩა, უთხეს რომ გადაარჩინეს, მაგრამ ეს ინფორმაცია ყალბი იყო. რატო იყო ეს ინფორმაცია ყალბი? იმიტომ რომ ცდილობდნენ ირანელებისთვის არ მიეცათ შესაძლებლობა ადამიანზე ნადირობა დაეწყოთ. მეორე პილოტი 26 საათის შემდეგ გამოიყვანეს. მან 2000 მეტრიანი მთა აიარა მღვიმეში და დროდადრო თავის საკომუნიკაციო ფარანს ანთებდა. სხვათა შორის არც კი ენდობოდნენ, რომ ის იყო. და ამიტომ კითხვები დაუსვეს. შეთანხმებული კითხვები არსებობს მთელი პროცედურა, რომელიც ტარდება მისიებამდე, ანუ შეთანხმებული კითხვები, საკვანძო სიტყვები და ასე შემდეგ. და ამიტომ ფიქრობდნენ, რომ ეს შეიძლება მახე ყოფილიყო, რადგან ეს აუცილებელი არ იყო. Il beacon რომელი აქტიურდებოდა, მისი იყო თუ არა, იქნებ უკვე ირანელების კონტროლის ქვეშ იყო. სხვათა შორის ირანელები
ყველგან ტელევიზიით აჩვენებდნენ ამ მონაკვეთებს და ასე შემდეგ, იმდენად რომ ხალხი დრო და დრო მიდიოდა. იყო ვიდეოები, სადაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ხალხი ესროდა ამერიკულ ვერტფრენებს და სიას 30-ებს. სინამდვილეში ეს იყო ხალხი, რომელიც ჯილდოს საძიებლად იყო წასული. იმიტომ რომ მათ შესთავაზე 60,000 არ მახსოვს მათი ვალუტა, რომ წასულიყვნენ და დაეჯირათ ისინი და ბოლოს მართლაც გამოიყვანეს, მაგრამ ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწიათ. არ ვიცი, ის 10, რომელზეც წინა დღეებში საუბრობდნენ, ამ ამბავშიც იყო ჩართული თუ არა, მაგრამ უეჩველად. აქ დაზიანდა 2 Black Hawk-ი, 4 Wordframe დაიკარგა, 2 C, 130 და F-15 რა თქმა უნდა. ეს იყო ურთულესი მისია 2 პილოტის გადასარჩენად, რაც ნიშნავს, რომ დიდი ინტერესი ჰქონდათ ირანელებისთვის თვე არ ჩაებარებინათ და თუ ასე არ მოხდებოდა მისგან შოუს ან მსგავს რამეს მოაწყობდნენ. ძალიან გირჩევთ ამ Substacks, რომელიც ძალიან დეტალურად აღწერს ამ ისტორიას, რომელიც ალბათ ფილმადაც ღირს. დარწმუნებული ვარ, ეს 26 საათი საშინელი იყო მეორე პილოტისთვის. მაგრამ ეს გაძლევს წარმოდგენას, რომ ირანელებს ჯერ კიდევ აქვთ აქტიურობა, შეუძლიათ შექმნა რაღაცები. დიახ, კომანდერ 61 ძალიან კარგია, ძალიან პროფესიონალია. მართალია, ის ძალიან დეტალურად აღწერს ყველაფერს, მათ შორის ტექნიკურ საკითხებსაც, მაგრამ მაინც გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ. თუ გინდათ ნამდვილი ისტორია, არა გაზეთები, დაივიწყეთ გაზეთები. თუ გინდათ ტარგეტგად და სულად გაკეთებული ისტორია, შედით ამ Substack-ზე და იქ ყველაფერს ნახავთ. არა ის სისულელეები და გაზეთების რეკონსტრუქციები, რომლებიც ძალიან ნაწილობრივია და მცირე მასშტაბი. მინდოდა პატარა თემას შევხებოდი, ხო, ასე, რადგან სათაურში ჩავწერე ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ ინტერესის გამო დავიწყე მუშაობა, უყურე რამდენიმე ფრაგმენტს, თქვა ტელევიზიიდან და ერთი რამ შევნიშნე, საკმაოდ განსაკუთრებული რამ. ეს ის მიზეზია, რომელიც ბევრმა ამ არხის მაყურებელმა იცის, თორე აქ არ იქნებოდით. ანუ უყურებდი ამ წლების ძველ დებატებსაც სხვადასხვა პერსონაჟებს შორის, რომლებიც სეტზე იყვნენ და ასე შემდეგ, 50%-ის. ყოველთვის პირად შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ. ანუ ერთმანეთს უტევდნენ. და სხვა შემთხვევებში. არ იყო ანალიზი, არ იყო არაფრის წარმოდგენა, გარდა იმ ადამიანის იდეოლოგიური პოზიციის. ირანის მიმართ, ამერიკელების მიმართ, რუსების მიმართ, ან უკრაინელების მიმართ. ერთმანეთს უყვიროდნენ, ეს საუკეთესო შემთხვევაში 50%-ში ერთმანეთს აწყვეტინებდნენ, უყვიროდნენ, თავს ესხმოდნენ, უფრო მეტი იყო მცდელობა, რომ მეორე დაედეგიტიმირებინათ. და განსაკუთრებით ეს შეღნიშნე, რაც შემდეგ თითქოს დაადასტურეს სხვადასხვა ტელევიზიის პერსონაჟებმაც, უფრო მეტად აინტერესებს, რომ თუ სტუმარი A მოიწვია, სტუმარი B-ს აუცილებლად უნდა კონდეს საწინააღმდეგო პოზიცია სტუმარ A-სთან, არა ნამდვილი საწინააღმდეგო. და მაშინ მე ვკითხულობ. და ჟურნალისტის საქმე სად არის? მე უბრალოდ ვარ პერსონაჟების მომყვანი, რომლებიც ერთმანეთს ყვირიან. ესაა ჟურნალისტის საქმე. თუ ჟურნალისტის საქმე უნდა იყოს იმის გაბათილება, რასაც ამბობს A და რასაც ამბობს B. და ნახოს, რომელიმე მათგანი ამყარებს თუ არა თავის ნათქვამს ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, წყაროებზე. და შესაბამისად აღარ მოითვლიოს ის, ვინც ვერაფერს ამყარებს თავის ნათქვამს. არა, ჟურნალისტების მიზანი, რაც მე მინახავს, არის იპოვონ სტუმარი A და სტუმარი B, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ. შემდეგ მნიშვნელობა არ აქვს. ორივე თუ თავის აზრს ცარიელ ჰაერზე ამყარებს, თავარია ჩხუბი გააჩაღონ. მადლობა. გამარჯობა პაოლო, ბოდიში დაგვიანებისთვის უნდა დავიწყო ორგანაიზერის გამოყენება. ხო, ასე. საჯაროდ ვავიარებ. შეგირჩევ დივანს
საუბრობდი ვესაუბრე საწმის ნაწილზე, შენ ხო იცნობ არა, ის რაც გამოგიგზავნე, წავიკითხე. ძალიან საინტერესო იყო, კარგი. ხო, ჩავიწერე ის, რასაც ამ ომზე ფიქრობდი, ასე რომ რადგან იცნობ, შეგიძლია შენი აზრი თქვა. და მე ვსაუბრობდი საინფორმაციო სამყაროზე, იმაზე რომ ტელევიზიაში იწვევენ სტუმარ A-ს და სტუმარ B-ს, ჟურნალისტი არ ამოწმებს მართალია თუ არა A ან B, თავარია რომ A-ს და B-ს ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრი ჰქონდეთ. ეს საკმარისია. ჩხუბობენ, აუდიტორიას იზიდავენ. ეს კი ასეა, მაგრამ ეს ჩვენი ბრიც არის, ბრალია, იმათიც, ვინც რადგან უყურებენ მათ. თუ შენ როცა ოდნა უფრო რთულ რამეს აჩვენებენ, არ ხსცვლი და ამას ვხედავ. თუ უსმენ ლუჩიო კარაჩოლოს, რომელიც ძალიან კარგია, სიღმისეულიცა, მაგრამ მას აქვს გარკვეული ტიპის ვერბალიზაცია. მაგალითად, დარიო ფაბრის ავტომატურად ეძებს შოუს. დარიო ფაბრის უფრო სასიამოვნოდ უსმენ, ვიდრე ლუკა კარაჩოლოს, მაგალითად, ლუჩიო კარაჩოლოს. მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობენ. და ეს ჩვენი ბრალია, რომ არ ჩერდებით და არ ვამბობთ, დაივიწყე ფორმა, შიგნით შეხედე. რა ტიპის ინფორმაციას გაძლევენ? ორივე შესანიშნავია, კარაჩოლოსიც და ფაბრისიც ნამდვილად შესანიშნავია. მაგრამ ჩვენ არ გვინდა ინფორმაციის მიღება, გვინდა ვიცოდეთ როგორ დასრულდა თამაში. არ გვინდა ყველაფერი ვნახოთ. გვინდა ვიცოდეთ მოიგო თუ წააგო ჩვენმა საყვარელმა გუნდმა. და ტელევიზიაც ერგება ამას, რადგან რეკლამაზეა დამოკიდებული, ანუ იმაზეა დამოკიდებული, რომ ვიღაცა იმ მომენტში უყურებს თამაშს. და ამიტომ მაგრამ ხედავთ იმ მაყურებლის იმ ნაწილისთვის, ვინც საკუთარ თავს ვერ პოულობს ამაში და ეს გაზეთებისთვის კიდევ უფრო უარესია, მაშინ როცა საბოლოო ჯამში მათ დრო და სივრცე აქვთ ამისთვის. რადგან თუ შენ გაქვს 10 წამი იმისთვის, რომ თქვა ვინ იგებს და ვინ აგებს, ან აქვს თუ არა ატომური ბომბი, აი ეს არის იმ ტიპის კითხვები, რომლებიც ხშირად, თუმცა არა ყოველთვის მესმის. გაზეთს აქვს მთელი სივრცე და დრო, რომ არგუმენტები ჩამოაყალიბოს და ინფორმაცია მოიპოვოს. მაგრამ თუ გაზეთებს დააკვირდებით, თუნდაც იმ სივრცის განაწილება, რომელიც ამა თუ იმ თემას ეთმობა, ბევრს ამბობს. მაგრამ ხალხს ამის ცოდნა უნდა. რის საფუძველზე უნდა ხალხს ამის ცოდნა? ან რის საფუძველზე არ უნდა რომ აუხსნან, რატო? დიზელი ის 2.20 ევრო litrზე და ბენზინი 1.80 ევრო. აი ეს შეიძლება დაინტერესებდათ და გაეგოთ, არის თუ არა რეალური პერსპექტივა მომდევნო თვეებში ან წლებში, რომ ეს რამე შემცირდეს. მონაცემების საფუძველზე. მოგიყვან მაგალითს. Il Giornale. ტრამპი, მთელი ცივილიზაცია დაიღუპება. ამაღამ, პაპი იმუქრება. მიუღებელია პალაცო კიჯი. ხალხმა არ უნდა გადაიხადოს რეჟიმის დანაშაულები. ანუ ეს ორი განცხადება უსარგებლოა. ისინი არ ხსნიან, ანუ ჩვენ გულწრფელად მთელი პატივისცემით პაპის მიმართ. ან იმას, რასაც პალაცო კიჯი ამბობს, ისინი ხალხს არ უხსნიან, რას ნიშნავს ეს. ანუ ხალხი ამბობს ტრამპი, მთელი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ, რაც ნიშნავს, რომ ბირთვს გამოიყენებს. ეს ნიშნავს, რომ მე 60 წუთი დამჭირდა, სანამ შენ მოხვიდოდი, რომ ამეხსნა, რას ნიშნავს ის, რასაც ისინი აკეთებენ, რა სტრატეგია. მაგრამ თუ შენ ამბობ, რომ ჰიროსიმას შემდეგ ცივილიზაციას გაანადგურებ, რას ფიქრობ? ფიქრობ, რომ ავტომატურად სხვა გზას რას უკეთებ, გასწართმევ? თუ თქვენ ფიქრობთ, კონვენციურ სამყაროში ცივილიზაციის განადგურება ნიშნავს 5-6 რვაწლიან ომში ჩართვას, დღისა და ღამის ბომბდამშენები, ეტაპობრივად. ის რაღაცები, რაც აღარ ჩანს და ვეღარც გააკეთებ, რადგან რესურსები აღარ არის, თუნდაც დრეზდენის გამეორება გინდოდეს. Ce le hanno le cose per farlo. და მე ვფიქრობ, რომ სამიზნეები აღარ არის, ან აღარ დარჩა ისეთ სამიზნეები, რომლებიც ღირს და დარტყმა. როცა აცხადებ, რომ მთელი ცივილიზაცია სამიზნე, მაშინ ჩეზირა ქალბატონიცკი, რომელიც სადღაც თეირანის პროვინციაში სარეცხს ფენს, სამიზნედ იქცევა. ტრამპმა თქვა ეს, ვინც იქ არის, ანუ ეკუთვნის, თუნდაც არ ქონდეს ცივილიზაცია, იმ ხალხს ეს ხალხი წაიშლება. წარმოიდგინე ტრამპის სახე. მარაც კი საუბრა რეჟიმზე არა. ყველა სანადგურებს, სად დაუძახა მათ ნაბიჯურები. აქ არა, ალბათ წინა იყო, არა? ბევრი ტვიტი დაწერა. მათ ჯიუტებად, იდიოტებად, ნაბიჯურებად მოიხსენიებს. საერთოდ რაღაც ესეთი. და ვინც არის, ის არის, მაგრამ აქ სულ მცირე.
ამთავრებს სიტყვებით, ღმერთმა დალოცოს ირანის დიდი ხალხი, მერე კი ყველას მოკლავთ, მაგრამ ჩემი ხელით მოკვდებით. თქვა რომ ეს ფრაზა აქეთ წინააღმდეგება ბოლო ფრაზას, ანუ გადაჭკვიტე, ან არ იცის სიტყვა ცივილიზაციის, ცივილურობის სწორი გამოყენება, რადგან აშკარაა, რომ ეს მოიცავს ირანის დიდ ხალხსაც. ან არა, ან გულისხმობს ღმერთმა დალოცოს იმ გაგებით, რომ ყველას თავის წინაშე მოუკრის. და იმ დროს უკვე ზეციერი მამა მიხედავს ყველაფერს. 90 მილიონი ადამიანი, რომლებმაც არაფერი დაუშავებიათ, გარდა იმისა, რომ სოფლიოს არასწორ მხარეს ცხოვრობენ, მისი სიტყვებით რო ვთქვა. დასამბურს ტრამპი. მაგრამ იყო ერთი ფილოსოფოსი შაბათს, ფრანგულის სახელით დემესტრი, რომელმაც თქვა, რომ ადამიანის გახცნა იწყება ენის გახცნით. და ენის გახცნიდან იწყება იდეების გახცნა, ქცევების გახცნა, საზოგადოებების გახცნა. ამიტომ, როდესაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ძალის ლიდერი, ან ის, ვინც ჯერ კიდევ თulis რომ ყველაზე დიდი ძალაა, იყენებს ასეთ ენსენას, თუ ის მართლა გააკეთებს იმას, რასაც ამბობს, ხვალ დილიდანვე სერიოზულ პრობლემებში არ მოვშდებით. თუ ამას არ გააკეთებს, რომში ესეთი გამოთქმა, რომელიც აქ არ ვიმეორებ, როცა ამას აკეთებ, გპასუხობენ, თქვათ, რომ მომავალში სერიოზულად აღარ აღგიქვამენ მუქარებისას, ასე ვთქვათ, და ასეთ მუქარებს ვეღარ მისცემ თავს არც ერთ შემთხვევაში. არასდროს ყოფილა მე-20 საუკუნის ისტორიაში ადამიანი, რომელმაც ესეთი ჯიუტობითა და მუდმივობით დამოიყენა ენა, რომელიც არ შეეფერება. ეს ლახავს თანამდებობის ღირსებას. და რაც დონალდ ტრამპს არ ესმის, ის არის, რომ ის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. ეს თანამდებობა მომავალშიც ვინმე სხვა დაიკავებს, წარსულშიც სხვები იკავებდნენ, გვახსოვს აბრაამ ლინკოლნი, რუზველტი, აიზენჰაუერი, ასევე ჯო ბაიდენი. ღმერთმა დაგვიფარო. იცი პაოლო, მე ვიცი რა გააკეთებს ის. შემდეგი ამერიკის პრეზიდენტი თავის 4 წლიან მანდატს გაატარებს ნახევარ მსოფლიოს ბოდიშის მუხტით. მაგრამ მაინც რჩება კითხვა, როდის მოიხდის ბოდიშს. და ყველა იტყვის, დიახ, ვიღებთ ღმერთის გულისაფრის, გავიგეთ. მაგრამ შემდეგ კი დაუწერელი კითხვა იქნება, მაგრამ როგორ ჯანდაბა მოახერხეთ მისი არჩევა? თუ თქვენი სისტემა ამას უშვებს, სერიოზული პრობლემაა დაგვრჩა და ამიტომ რეპუტაციული ზიანი შეიძლება კონდეს იურიდიულ ფირმას, შეიძლება კონდეს გოგონას, რომელიც ქორწინების ასაკშია, ადრე ასე ამბობდნენ. ესეთი დიდი ერი რეპუტაციულ ზიანს ვერასდროს იგრძნობს. ნახეთ, პუტინის რუსეთი სისულელეებს მედვედევს ათქმევინებს თუ რამე სერიოზული სათქმელია. მაგრამ გსმენიათ ოდესმე პუტინი რო გაბედოს და თქვას, გავანადგურებ, გავქრებით, ის თითქმის არ ლაპარაკობს და ის ენა, რომელიც ჩვენ გვაცინებდა მედვედევსა და თოქ-შოუებს უტოვებდა. რადგან თუ ასე იქცევა, ანუ თუ ის ლაპარაკობს, ანუ იმიტომ რომ თუ პუტინი ამბობს ხვალ, როცა ბირთვულ ვარიანტებზე ისაუბრა, ეს თქვა, თუ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდება. არ გამოურიცხავთ, რომ საბოლოო ჯამში გინდა უპასუხო, რა თქმა უნდა, აბა სხვანაირად როგორ უნდა იყოს. მან არ დამუქრებია ბომბების ჩამოგდებით ან ჩაძირვით. დიდი ბრიტანეთი იყო. ეს არ ყოფილა პუტინი თავისი გიგანტური, ფანტასტიკური ტორპედოთი. არის კითხვა, როგორ შეიძლება რომ ვერავინ აჩერებს მას? როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი ხდება? მე საკმაოდ შეშინებული ვარ. ჩვენ გვექნება ეკონომიკური შედეგები, თუმცა არა პირდაპირი. მე ვფიქრობ, იცი რა ადლიათ, მათ არასდროს ჰყოლიათ რადიკალური პრეზიდენტი, მოდი ასე ვთქვათ, რადიკალური. ვფიქრობ, ეს ყველაზე რბილი ტერმინია, რომელსაც გამოვიტანებთ. ასეთი, რომელმაც ნამდვილად გადაგვეთა ღირსების და ძალაუფლების ბალანსის სისტემის ზღვარი. ან მაქსიმუმი რაც ბუში შეეძლო ეთქვა, ობამა ბაგოლინასთან შედარებით არაფერია. ასე რომ ისინი არასდროს გამოუცდიათ რეალურად. როცა მოვიდა ვიღაცა, ვინც რეალურად ამოწმებს მას, მიხვდნენ რომ ეს ინსტრუმენტი ალბათ ცოტა ბლაბია. დიახ, და მეორე მხრივ ისინი ხვდებიან, რომ მათი დემოკრატიული სისტემის ნაწილი არ მუშაობს.
იცით სად არის ახლა კონგრესი? დასვენებაზე არიან, რადგან აქვთ ზაფხულის არდადეგები, გაზაფხულის არდადეგები და ერთი თვე კონგრესი დახურულია, რადგან დასვენებაზე არიან. ანუ მიმდინარეობს ომი, ისინი კიდევ ერთ ომს უჭერენ მხარს და როგორც პოლიტიკური სიგნალი, კონგრესი ერთ თვეს დასვენებაზე მიდის. არის ასპექტი არადეკლარირებული კონტრპრეზიდენტი ამერიკის კონგრესის, რომელიც აძლევს ამ პრეზიდენტს საშუალებას აკეთოს სიკეთე და ცუდი ამინდი, ცოტა მსუბუქი ელემენტებით. წინააღმდეგობა გამოიცანით ვისგან, უზენაეს სასამართლოსგან, რომელიც შტატების გუბერნატორებს უტოვებს ყველაზე თვალსაჩინო ოპოზიციას. ბოლო იყო აიოვას გუბერნატორისგან, რომელმაც თქვა, ჩემს ქუჩაზე სროლა, არა, მადლობა. სად არიან შეერთებული შტატების სხვა ძალაუფლებები? მათ კი დიდი ძალაუფლება აქვთ, თუ არა ცენზურის უფლება. აქვთ სიმბოლური ენა, რომელიც უნდა გამოიყენონ. სურვილის შემთხვევაში კი ეს ადამიანი მიტოვებულია ბრილიასტოსთვის, გარშემორტყმულია მალია მაგიური წვით ადამიანების, რომლებიც ჩემი აზრით, მასზე უფრო საშიშები არიან. უაითი, რომელიც მას აღდგომილ ქრისტეს ადარებდა. ანუ აიღეთ ეს ადამიანი, აიღეთ ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი, ესპანეთის მეფეც კი და ნახავთ, რომ ვიღაც მას მის ხანდასწრებით აღდგომილ ქრისტეს ადარებს. ხედავთ, რომ ეს არ მუშაობს. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ამის საფასურს ყველა გადავიხდით, მაგრამ ყველაზე მეტად ამას ამერიკელები გადაიხდიან. რატო? ეროვნების მთავარი სიმდიდრე, განსაკუთრებით ესეთ შემთხვევაში, მისი სანდოობა. არა მხოლოდ ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ის, რამდენად შეუძლია შეასრულოს დანაპირები. კარგშიც და ცუდშიც, თუ კარგს დაპირდები შეასრულე, თუ ცუდს დაპირდები, ისიც შეასრულე. და ამიტომ ცდილობენო ძალიან არ გადააჭარბო. ვინ თქვენგანს უყვარს ფილმები, გახსოვთ? არის პრეზიდენტი, სასიყვარულო ისტორია, ფილმი მაიკლ დუგლასით. ის ასრულებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის როლს და ერთ მომენტში უნდა უბრძანოს შეტევა ლიბიის ბაზაზე. და მისი ერთ-ერთი ასისტენტი, როცა ის იღებს გადაწყვეტილებას დაბომბოს, ამბობს, მან ამ საღამოს ძალიან საპრეზიდენტო რამ გააკეთა და ის პასუხობს. ამ საღამოს თქვენ ნახეთ, როგორ გავაკეთე ყველაზე არასაპრეზიდენტო რამ საერთოდ. რადგან მელწყვეთ ორი ადამიანის სიკვდილს, რომლებიც არც კი იციან, რომ 2 საათში ისინი მკვდრები იქნებიან. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ გვყავს ერთი, რომელიც იცინის იმაზე, რომ 6 ქრისტიანი დააგდო ხიდზე, რომლებიც უბრალოდ სადღაც მიდიოდნენ. და ამას ისე ამაყად აცხადებს, თითქოს ეს ჭკვიანური და ლამაზი რამ იყოს, არც ხვენია სიკვდილის, რომელიც მიაყენა და ეს მართლაც საშიშია. მადლობა. მოგცა პოსტსაომარი სპარსეთის ყურის პერიოდი. გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების ახალი მარშრუტები, ახალი ალიანსები, რომლებიც ადრე წარმოუდგენელი იყო, ახალი ბიძგი არაფოსილური ენერგიის წარმოებისთვის. პირველ რიგში უნდა გამოვიდეთ ამ აზრიდან და დავინახოთ, რომ ეს ნამდვილად სისტემური კრიზისია. თუ ეს თავდასხმა მართლაც მოხდება. ამიტომ მოხდება სტრუქტურების განადგურების გაცვლა, რომელსაც წლების განმავლობაში ექნება ეფექტი და არა თვეებში. ყველა იმ ფაქტორის გამო, რაც ადრე ვთქვით, ცოტა სტრუქტურებია, მაგრამ ძალიან დიდი, რომლებიც დიდ პროცენტს წარმოადგენენ. იქედან დაბრუნების გზა აღარ არის. და რატო ხდება ეს სისტემური? იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, როცა მომავალში სისტემური ხდება, იგივე სახით აღარ აღდგება. მომავალში ინვესტიციები აუცილებლად რისკის დივერსიფიკაციაში წავა. ანუ ვიღებ ცოტას აქედან, ცოტას იქიდან და ასე შემდეგ. არაფერი რჩება იგივე. მაგრამ თუ ეს სისტემური ხდება, ეს ძალიან დიდი ტვირთია ყველასთვის. მინდოდა ეს მეკითხა შენთვის, პაულო, მე ამას ძალიან ვგზნობ. იშვიათად ვარ ადამიანი, რომელიც უკრაინის ომში საფრთხეებს ხედავს. ყოველთვის დამშვიდებული ვიყავი. დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა ყველა იმაზე, ვინც ატომური სოკოს ვიდეოებს აკეთებდა, რომ მეტი ნახვა მოეპოვებინა. მაგრამ აქ ატომური სოკო არ არის, სწორედ იმიტომ, რომ ატომური სოკო არ არის. და ბევრად უფრო ადვილია გლობალური კრიზისის გამოწვევა რამდენიმე საკვანძო ობიექტის განადგურებით. ხედავ ხანგრძლივ ეფექტს, რომელსაც დიდი გავლენა ექნება როგორც ჩემს, ისე შენს ცხოვრებაზეც. ყოველ ჯერზე, როცა ბენზინ გასამართ სადგურზე მივალთ, როცა რამეს შეუკვეთავთ, როცა კივის ან ბანანის ხუთს ვიყიდით, ფასი გარდაუღლად გაიზრდება. იმიტომ რომ ტრანსპორტირების უმეტესობა მაინც საავტომობილოა. მე ის ვარ, ვინც ხშირად უკვეთავს, ყველა ის საწყალი კურიერი, ვინც აქ მოდის, პარტოლინი,
გაიზრდება, ანუ დეხეჩელი გაიზრდება, მაინტერესებს ეს. ეფექტი, ეს არის ეფექტი, რომელიც მაინტერესებს. Che avrà un impatto su tutti i livelli, perché რაც მაინტერესებს, რაც ცოტა ინფორმაცია მოვიძია ამ საკითხებზე, იმიტომ რომ ბანალური კითხვა დაუსვი საკუთარ თავს. ბოდიში თუ ნახშირწყალბადების პროდუქციის 20% იქედან გადის, დანარჩენი 80% სად მიდის? თუ შენ გაქვს 100 евро, 20-ს დაკარგავ, მაგრამ 80 მაინც ჯიბეში გრჩება. ანუ ცოტა გაბრაზდები, მაგრამ კარგი, დღე მაინც არ გეცვლება. მაშინ რატო ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ტერმინი არასწორია, მართალია 25% ჩავიწერე, რადგან ცოტა ინფორმაცია მოვიძიე, ასე რომ თუ თვალებს დავხუჭავ, მოითმინეთ, რამდენიმე რიცხვი საჭიროა. ომამდე სპარსეთის ხურისის ან ჰორმუზის სრუტის გავლით იმ მხარეში ყოველდღიურად 20 მილიონი ბარელი ნავთობი და მისი წარმოებული გადიოდა. ეს იყო ამ ნივთების ვაჭრობის 25% და მოხმარების 20% სად არის პრობლემა? საქმე ისაა, რომ სოფლიოში ყველა ნავთობი ერთნაირი არ არის. ანუ არსებობს ტკბილი ნავთობი, რომელსაც ცოტა გოგირდი აქვს და მჟავე ნავთობი, რომელსაც ბევრი გოგირდი აქვს. სოფლიოს ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ვერ ამუშავებს ორივე ტიპის ნავთობს. ამიტომ მთელი რეგიონები სპეციალურად აშენდა კონკრეტული ნავთობის დასამუშავებლად. მაგალითად, სპარსეთის ხურის ნავთობი არის მჟავე ნავთობი. ანუ ის შეიცავს ბევრ გოგირდს და თუ ესეთ ქარხანას ტკბილ ნავთობს მისცემ, მაგალითად ჩრდილოეთის ზღვის ნავთობს, ის გაფუჭდება. და პირიქითაც იგივე მოხდება. ამიტომ ამ 20%-ის გავლენა ბევრად უფრო ძლიერია. რადგან ის გიზღუდავს სხვა წარმოებებს ნაზავში. გიზღუდავს. გოგირდის წარმოებას. გოგირდიდან კი. ირანული ერთ-ერთი საუკეთესოა. ამიტომ მას იყენებ, რომ ესე ვთქვათ, გააზავო ან გაასუფთავო. და მისი გასუფთავება მარტივია. ვენესუელური მაგალითად საშინელია. ხო, ძალიან ცუდია. ხურის ნავთობის გვერდითი პროდუქტით, რაც გოგირდია, გოგირდით აწარმოებენ ალუმინს, გოგირდით აწარმოებენ, იღებენ სხვა ნივთიერებებთან ერთად იღებენ სასუქებს. ამიტომ უნდა ელოდო იმასაც, რომ იმავე დროს ემბარგო დაადე მსოფლიოში მეორე სასუქების მწარმოებელს. და აი რა უცნაურია, ეს არის რუსეთის ფედერაცია. ასე რომ რასაც აწარმოებს სპარსეთის ყურეში ვერ აწარმოებს. რაც შეგიძლია იხიდო, გადაწყვეტე არ იხიდო, რადგან ეთიკურად სწორი არ არის. და საბოლოოდ აღმოჩნდები მსოფლიოს დიდ ნაწილებში, რომლებიც სასუქებზე არიან დამოკიდებული. საკვების საკითხებისთვის, არა იმისთვის, რომ პომიდორი ან ალუბალი გქონდეს, არამედ უბრალოდ იმისთვის, რომ გადარჩე. შეხვდება სურსათის კრიზისი, მნიშვნელოვანი მასშტაბებით. ვილაპარაკოთ ჰელიუმზე, თუ რამე გაფუჭდება, ჰელიუმი თითქმის მთლიანად კატარში იწარმოება, ისიც ნავთობის გადამუშავების პროცესების ქვეპროდუქტია და სწორედ კატარია, ვინც მას მნიშვნელოვან რაოდენობებში აწარმოებს. ამბობენ, რას ვაკეთებთ ჰელიუმით? არაფერს რომ არ იყოს საჭირო იშვიათი მიწების მოპოვებისთვის, ელექტრომედიცინის აპარატებისთვის, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიისთვის, გრაფიისთვის. მე ტრიპოლიში მივხვდი ამას, რადგან ყველა მაგნიტურ რეზონანსული აპარატი გაჩერებული იყო ახალი, იმიტომ რომ ჰელიუმი არ იყო. არ ვიცოდი რომ ჰელიუმი იყო საჭირო, მაგრამ ტრიპოლიში, ლიბიაში ერთმა მთავარმა ექიმმა ამიხსნა ეს. ამიტომ შედეგები უკვე გვაქვს, ეხლა განსხვავება გაზიფიკაციასა და გაზის გათხევადებას შორის ისინი, რომლებიც მას თხევადს ხდიან, თხევადიდან აირადში გადაყვანა, ეს არის დანადგარები, რომლებიც რამდენიმე მილიონი ევრო ხის, მაგრამ მაინც იაფია. რეგაზიფიკატორები, რომლებიც ლივორნოსა და პიომბინოს წინ არის განთავსებული. ხო, რაც ძალიან ძვირი ხის, ეს არის დანადგარი, რომელიც გაზს თხევადს ხდის. მაგალითად, თუ თხევადიდან აირადში გადაყვანის დანადგარი 100 მილიონი დოლარი ხირს, აირიდან თხევადში გადაყვანის დანადგარი 4 მილიარდი დოლარი ხის. უბრალოდ რომ წარმოდგენა გქონდეს. და თითქმის ყველა იქ არის, განსაკუთრებით ჩვენთვის. მას ხედავთ, რომ ბევრი წარმოების კონცენტრირება მსოფლიოს იმ ნაწილში გვინდოდა, ეს თავიდანვე დიდ პრობლემას გვიქმნის. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ყველაფრის სისტემატური განადგურება დაიწყება, რაც იქ არის.
დეზალინიზაციის ქარხნებიდან, რაც შეუძლებელს ხდის იქ ცხოვრებას, ქარხნებამდე, ნავთობქიმიურ საწარმოებამდე, თქვათ, რაც ჩვენ გადარჩენაში გვეხმარება და თუ ტრამპი გადაწყვეტს ამის განადგურებას, უკრაინის ომი ამას გასწავლის. ამ დღეებში, უკრაინელები ამ დღეებში შვიდად აგრძელებენ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას დრონებით. ანუ ეს არ არის ისეთი რამ. და საუბრობთ ხალხზე, რომელსაც რაღაც ანტისაჰაერო რაკეტები აქვს, რუსებზე ვამბობ, ხო? ანუ სურვილის შემთხვევაში აქვთ რაღაც სისტემა რო ესროლა. და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც აღწევენ მიზანს. ასე რომ წარმოიდგინეთ სიტუაცია, სადაც ანტისაჰაერო საშუალებები მართლაც ძალიან ცოტაა. სპარსეთის ყურეში, სადაც ობიექტები გიგანტურია და ფრენის დრო მინიმალურია. რა შანსი აქვს გადარჩენის? ნახე, ეს არის NASA Pilsi, ჯაბაილში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარხანაა და აწარმოებს ყველაფერს, ალუმინიდან ფოლადამდე. ნავთობი, რომელმაც დაიკავა 1 მილიონი კვადრატული მეტრი სამრეწველო კომპლექსი. ყველა წითელი წერტილი, რომელსაც ხედავ, არის სითბოს კვალი, რომელიც NASA Pilsi-ის თანამგზავრებმა დააფიქსირეს. და ასევე არსებობს ვიდეოებიც, რომლებიც ადასტურებს, რომ იქ ცეცხლია და ასე შემდეგ. ეს არის საუდის არაბეთის მოპოვებითი შესაძლებლობის 2530% რო წარმოდგენა შეგექმნათ. სოფლიო სატრანსპორტო ნაკადის 58% აქედან გადიოდა. 60 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი აქედან გადიოდა. და მათ ცოტა აქვთ, როგორც პირდაპირ ეთერის დასაწყისშიც თქვი. მცირე რაოდენობის, მაგრამ ძალიან დიდი ობიექტებია, რადგან ლოგისტიკურად უფრო მარტივია ყველაფერი ცენტრალიზებულად იყოს, მაგრამ ამ საწარმოებიდან ბევრი ერთმანეთთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ასე რომ თუ ისინი მართლაც გადადგამენ დიდ ნაბიჯს და დაიწყებენ ირანის სამრეწველო სისტემის დანგრევას, მაშინ რა თქმა უნდა ირანელები მხოლოდ ასე შეძლებენ პასუხის გაცემას. დარტყმით სპარსეთის ყურის მონარქიებზე. და ასე აღმოჩნებით ასეთ სიტუაციაში. საოცარია ის, რომ 4 წელიწადი და ნახევარი ომის შემდეგ უკრაინაში, სადაც ორივე მხარეს ყველაფერი ვნახეთ, რომ დრონებით სერიოზულ ზიანს გაფენებ, ესენი თავად აწარმოებენ, თვითონვე გამოიგონეს დრონები. და მაინც ვეხვდები, რომ მაინც მოგაგნებენ. შემფიქრობ, რომ ირანში დრონებს აქეთ-იქით მოძებნი და ყველა იპოვო. ბედნიერებას გისურვებ, იმიტომ რომ რუსები უკვე 4 წელია ცდილობენ იპოვონ ყველა გარაჟი, სადაც უკრაინული დრონები იწარმოება. სამგანზომილებიანი პრინტერებით, ქალბატონ ცეზირასთან ერთად და მაინც ვერ ახერხებენ წარმოების შეჩერებას. და ეს წარმოება ძიმე ზიანს აყენებს რუსეთის საწარმოო აპარატს. და რადგან ჯარები განლაგებულია, ეხლა ჯარები განლაგებული არ არის. მაგრამ ის ძალიან სერიოზულ ზიანს ახენებს ორივე განლაგებულ ჯარს. ვერ ხვდები რომ ამ ომს მარტო E10-ებით, F-35-ებით, სატელიტებით და რაც შენ გინდა, იმით ვერ იბრძვი. არ დაუშვამ კითხვას, რომელზეც მე უკვე ვეცადე პასუხის გაცემას დასაწყისში. როგორც ვთქვი, უყურე დაახლოებით 20-მდე ანალიტიკოს, ან კომენტატორებს, ყოფილი FBI-ის დირექტორ ბარსის ჩათვლით. და ყველა იზიარებს ერთსა და იმავე შეხედულებას, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება ტრამპის tweet-ებს. ანუ, როცა ამ ტიპის ადმინისტრაციიდან ვინმეს გაათავისუფლებ, ისინი, ვინც მეორე ან მესამე ხაზიდან ამოდიან, ხშირად კიდევ უფრო უარესები არიან, რადგან ნაკლებად ცნობილები არიან. და ამიტომ უნდა გამოიჩინონ თავი და უნდა იცნობდე და გეშინოდეს. უფრო პარანოიკები და უფრო რადიკალიზებულები. ამიტომ საპირისპირო ეფექტს იღებ და მე უკითხულობ და ეს არის კითხვა, ნუ თუ არავინ პენტაგონში, ანალიტიკოსებს შორის და ასე შემდეგ არავინ უხსნის ხელმძღვანელობას, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროა იმასთან, რასაც ისინი ცდილობენ მიაღწიონ. გარდა იმისა, რომ გენერლების გადაყენება ვიხილეთ და ეს მაფიქრებს, რომ შესაძლოა ანუ სადა ან გმირი ხარ და მაშინ იღებ 38-40 წლიან კარიერას, სადაც მთელი ცხოვრება გერმანიაში იშრომე. სამხრეთ კორეა გაგიშვეს 4 წლით ალასკაში და მხოლოდ იმის გამო, რომ თქვი, ნახეთ, ეს შეიძლება არ უნდა გაკეთდეს, ყველაფერი წყალში გეყრება და თუ გადაწყვეტ, რომ ესეთი იყო, გმირის, მისიონერის კატეგორიაში ხვდები და დიდი პატივისცემაც გეკუთვნის. ჩვეულებრივი ადამიანები იღებენ კალენდარს და ამბობენ, თუ 2 წელი ჩუმად ვიქნები, ეს 2 წლის შემდეგ აღარ იქნება.
უბრალოდ ამას უნდა გადაურჩე და აკეთებ იმას, რასაც ჩვეულებრივ აკეთებენ. კი, რა თქმა უნდა, მართალია, ნამდვილად კი, ეხლა არა, ხვალ დილით. ვცდილობ შეანელო გადაწყვეტილებების ეფექტი, რადგან სურვილის შემთხვევაში ეს შესაძლებელია. არ უნდა შეუერთდე ენთუზიაზმით ამ იდეას, რადგან ერთხელ ეს არ არის, ერთხელ ის გჭირდება, სხვა დროს ეს არ არის. აგიხსნით, ფიქრობ, ვიღაცა ამასაც აკეთებს სამხედრო ორგანიზაციის შიგნით. მაგრამ შეუძლებელია მოითხოვო, რომ სამსახური, რომელიც ემსახურება პოლიტიკურ ძალაუფლებას, დაუპირისპირდეს იმავე პოლიტიკურ ძალაუფლებას. რადგან ბოლოს და ბოლოს უნდა გვახსოვდეს. აქაც არის წინააღმდეგობის წერტილი ამერიკის შეიარაღებულ ძალებში, რადგან ისინი ამბობენ, ჩვენ ყოველთვის ვფიცავთ ქვეყანასა და კონსტიტუციაზე, არა თეთრი სახლის დროებით მობინადრეებზე. ასე ამბობდა მაკარტური, ხო, ასეა? ხო, დიახ, და მართალი იყო. იმაზე თუ უკანონო ბრძანებას მოგცემენ. ეს დიდი დებატი იყო ჯარისკაცებს შორის, სწორედ მაშინ, როცა ვენესუელასთან არეულობა იყო ბოლო თვეებში. ხო, რადგან შენ დაიფიცე, რომ დაიცავ ქვეყანას გარე და შიდა მტრებისგან. თუ მოგცემენ ბრძანებას, რომელიც არ არის კანონიერი, გაქვს სრული უფლება, რომ გააპროტესტო. ამიტომაც სხვათა შორის ჰექსეთმა რამდენიმე თვის წინ, 6-7 თვის წინ დაიწყო ბევრი, ვთქვათ, არალეგალური მფარველის გათავისუფლება არმიიდან. ანუ ისინი, ვისთანაც სამხედრო მიდის, დახმარების სათხოვნელად, როცა იღებს ბრძანებას, რომელიც მას არ მიაჩნია კანონიერად. გარდა ამისა, შეიარაღებულ ძალებში აუცილებლად არაერთიც იქნება, ვინც იტყვის, რომ ასე მოქცევა ძალიან სწორია. დრო იყო. ანუ ამბობს 85-ში შევედი არმიაში იმ აზრით, იმ იმედით, რომ თეირანს დავბომბავდი და აი ბოლოს და ბოლოს ეხლა ამას ვაკეთებ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი ამ ინიციატივას ენთუზიაზმით უჭერს ხარს. ასევე იმიტომ, რომ ისინი არ არიან შექმნილი იმისთვის, რომ გააკეთონ შეფასებები, რომლებიც ცდება მათ ტექნიკურ სფეროს. ტექნიკურად ძალიან კარგად არიან მომზადებულნი, შეუძლიათ ურთულესი რაღაცების გაკეთება, მაგრამ როცა ეკითხები, შენ გესმის რა მოხდება თუ ამას გააკეთებ. აი ამ კითხვაზე ისინი ყოველთვის დაბნეულები არიან. რაც არ უნდა სთხოვო, ტექნიკურად შეუძლიათ გააკეთონ ეს ბევრად უკეთ ვიდრე ვინმე სხვა, ალბათ თელ სოფლიოში. კითხვა, რატომ აკეთებ ამას? ან რა შედეგები მოხვება შენს ქმედებას, სრულიად ცდება მათ განათლებას. და მე ასევე ვხედავ სისტემურ რაღაცებს. ანუ იმას, რასაც ჩვენ თვლიდით უბრალოდ სიახლეთ. ხო ასეა. მაგალითად ეს, რომელიც 2025 წლის თებერვლის 5 ადვოკატების მოცილება, რომლებიც სამხედროებს სადაუსად კითხებში ეხმარებიან, საზღვაო ძალების ზოგიერთი ხელმძღვანელის შეცვლა, გენერლებისთვის მცირე სიტყვით გამოსვლა, საზიზღრები, ბინძურები, ცუდები და მოულელები ხართ. ცოტა გამბედაობა დამოიჩინეთ, გააკეთეთ ის, რასაც გეუბნებით, ოპერაციების მეთაური მოხსენით, როცა ვენესუელაში ანტიტერორისტული საქმე იყო არა. ანტინარკოტიკები, ანუ ეს ყველაფერი ნაწილებია, რომლებმაც შეიარაღებული ძალები უფრო დამყოლი გახადეს და ნაკლებად შეძლეს უარის თქმა. იმიტომ რომ მაინც პუნიჩინე ერთს აკეთებს და დუგანო 100. ანუ მან მოხსნა გენერალური შტაბის უფროსი. როგორც რომ ხვალ მელონი გაიღვიძებს და გაათავისუფლებს დრაგონეს, ესე ვთქვათ, ხო? კიდევ ერთი ძალიან მაღალი რანგის პირი, აი ეს. დღიდან ღამემდე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კიდევ 2 წელი ქონდა სარდლობაში. ხო, ეს დაახლოებით ისაა, რაც პუტინმა გააკეთა დასაწყისში, ვთქვათ, ომის პირველ 2 წელიწადში უკრაინაში, ზოგადად რამდენი ხანი გრძელდებოდა 3 თვე, 4 თვე. ხო, მაგრამ იქ მაინც იყო იდეა, რომ ხსნი, იმიტომ რომ თავი ძალიან ცუდად გამოიჩინე. ანუ შეიძლება მე არ დაგეხმარე გამარჯვებაში, მაგრამ შენ ყველაფერი გააკეთე, რომ წაგეკო. ესე რომ მოდი ვცადოთ, ნახოთ ვინმე, ვინც ცოტა უკეთესად გააკეთებს. აკი პურგა საერთოდაც პრევენციულია. სანამ თავს ცუდად გამოიჩენ, მანამდე გიშორებ იმას, ვინც შეიძლება ამის თავიდან აცლებაში დამეხმაროს. და უნდა გითხრათ, ეს კარგი დრო არ არის შეერთებული შტატებისთვის, ნამდვილად კარგი დრო არ არის. უნდა ვდარდოგდეთ არა ირანზე, არამედ შეერთებულ შტატებზე, რადგან მათ აიღეს მიმართულება, რომელსაც მსოფლიო ვერ იგებს. და როცა მსოფლიო ვერ იგებს, შემდეგ ეძებს ვინმეს, ვინც უკეთესად გაიგებს. ეძებს უფრო სტაბილურ ბალანსს,
ეძებს რამეს, რაც მეტ ნდობას და სანდოობას მისცემს. მოდი მაგალითად ავიღოთ ის რისი თქმაც ნატოზე დაიწყო. თქვენ ამას არაკეთებთ, იმას არაკეთებთ, არ გვეხმარებით, ბაზებს არ გვაძლევთ, ესე რომ რაც გამოვცადე, არაფერში გამოგვადგებით. პროდუქტი. მერე შეიძლება საერთოდ არ იმუშაოს, მაგრამ 4 მნიშვნელოვანი ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა სერიოზულად დაიწყეს ფიქრი. თუ საჭიროა. არა ამერიკელებისგანი არ არის კიდვაზე, არამედ იმაზე, რომ დაიწყონ ისეთი სისტემის გამოგონება, რომელიც ევროპას თვითდაცვის უნარს გაუზრდის. ისეთი რამ, რაც მათ ცხოვრებაში არასდროს გაუკეთებიათ. და ეს არ არის რეალ ევროპა, ეს არის სახელმწიფოები, რომლებიც იწყებენ ჩვენთან საუბარს, მოდით შევთანხმდეთ. მადლობა. მადლობა. სახელმწიფო ობლიგაციები, რომლებიც ბრანდებმა ყველას ჩამოართვეს. მადლობა ყველას. Se avviene. ისაც ტრამპს უნდა გააკეთოს. მადლობა. და ასე შემდეგ ირანელები იგივე ხდება მეორე მხარესაც. და ეს არის გლობალური ქაოსი, მაგრამ რატო? შუაში კიდევ არიან, მადლობა ყველას, ირანელები, რომლებიც იქ რეჟიმის მიერ არიან დაგზავნილნი, მაგრამ ნაწილობრივ საკუთარი მიზეზებითაც ფაქტობრივად ფიზიკურად იცავენ ხიდებს. მადლობა. მადლობა. ამიტომ ეს ჰუმანიტარულ ტრაგედიადაც გადაიქცევა სამხედრო დაპირისპირების მიღმა. თუ ხიდს დაანგრევენ და მასზე 10,000 ადამიანი ან მსგავსი რამე იმყოფება, მით უმეტეს ირანის ხიდების დაანგრევას, თუ ვინჟელებთ რეჟიმის დამხობის ან სამხედრო თვალსაზრისით, როცა შეჭრა შეუძლებელია, რა მიზანი აქვს? არ ვიცი ეს ტოსკანურად ითქმის თუ იტალიურადაც, ეს არის კაპრიზები, ეს არის ფეხების დაბაკუნება მიწაზე, როცა იმას არ გაძლევენ, რაც გინდა. ზიანის მიღება, იმიტომ რომ შემიძლია ზიანი მოგაპენო, მაგრამ რეალური გააზრებული მიზანი არ არსებობს ხიდის დანგრევისთვის იმ ქვეყანაში, რომელსაც იცი რომ ვერ შეიჭრები. გარდა იმისა, რომ უბრალოდ ზიანი მოგაპენო. და მურჩა. ზუსტად, მაგრამ ფერბურჩე ამას იმედგაცრუების ფაულებს ეძახიან. რადგან არ აკეთებ იმას, რასაც გეუბნები, იმ დროს, როცა გეუბნები, არ აღიარებ ჩემს ლიდერობას, მეცინააღმდეგები. და მე ვიცი, რომ სხვა არაფერი შემიძლია, გარდა იმისა, რომ უბრალოდ გაცხენინო. რადგან ბოლოს და ბოლოს ეს არის ასე. თუ არ წარმოიდგენ, რომ ის ადამიანი უბრალოდ გაცხენინებს, არა, ის შეიძლება საერთოდ გაგაძევოს მოედნიდან, თუ მართლა დაიწყებს აურძაობს. სწორედ ეს არის, რომ ვინც ამ გზით უფრო მეც რისკავს სტრატეგიული პერსპექტივიდან. ირანი არ არის, არამედ ის ფაქტია, რომ მთელი მსოფლიო პრობლემაშია. რადგან ომი, რომელიც შენ დაიწყე, შენ მოგთხოვენ პასუხს, არა ირანს. ნახოთ რა მოხდება მომდევნო საათებში, მაგრამ ეს ნამდვილად მძიმე საათები იქნება, მე ვაკვირდები ბიჟასაც, მოძრაობებს და ასე შემდეგ. რას აკეთებს? ისრაელი ცუდად მიდის საქმეები, განსაკუთრებით რა თქმა უნდა ნავთობის ფიუჩერსები და ეს რაღაცები აქ. მაგრამ ისრაელმა უკვე დაიწყეს ხიდების დანგრევა და ასე შემდეგ. რაც მანამდე გაჩვენეთ, იყო ხიდი, რომელსაც ბომბავდნენ, როცა ქვეშ მშვიდობიანი მოქალაქეები მანქანებით გადიოდნენ. ეს კი სხვა ხიდია. ებრაული პასექის წინა დღეს ნეთანიაჰუმ სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ბევრმა არ მოისმინა, ასეთი განცხადება გააკეთა. ასეთი გვახსენებს ისრაელის ხალხის გადასვლას ეგვიპტის მონობიდან ისრაელის თავისუფლებაში. და ამ გადასვლის გასამარტივებლად მარადიულმა მამამ ეგვიპტეზე 10 წყლული დაატეხა. აუზა, მე ახლა ირანზე 10 წყლულის მოვლენას ვაპირებ ახლა. მთელი პატივისცემით, თუ მარადიულ მამას ვადარებთ, ვინმეს ქრისტეს შედეგს ადარებენ. სხვას კი მარადიულ მამას ადარებენ, რომელიც ირანზე წყლულებს ავლენს, ცოტა თავდაბლობა არაწყენდა და უნდა გაეგო, რომ ყოვლის შემძლეს არ თამაშობ. თხოვ შენიშნა პაულო, ყველა ხიდი, რომელიც ისრაელელებმა გაანადგურეს, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშია. შემთხვევით კი არა, სწორედ ქურთებთან საზღვარზე. და შენ ფიქრობ, რომ ქურთები ისრაელელებს ხელს გაუწვდიან? არა. ის ფაქტი, რომ ირანელებმა მაინც საკმაოდ დაბომბეს ქურთების ტერიტორია და აქ ყველა ლოგისტიკურ გზას ანადგურებენ, რათა რეგიონი იზოლაციაში მოაქციონ და თვითონ ტრამპმაც თქვა, რომ იცის თუ ამ შესაძლებლობას შიდა ძალების გასაძლიერებლად არ გამოუიყენებთ. გაგვაჩნია იჭვი, რომ მაინც არსებობს
ცდელობა რაღაცის შექმნისა. ამ ხალხის სიტყვა ხურთისთვის, მას შემდეგ რაც სამჯერ მოატყუეს და დიდი ზარალი მიაყენეს, მეოთხედაც ისევე ენდობიან, როცა ის ვინც რამეს გთავაზობს, იმავე დროს შეუძლია დაგბომბოს, ეს უკვე რეპუტაციის საკითხია. ანუ ვინ იყიდიდა მანქანას ნეთანიაუსგან, ან ტრამპისგან, ან სახს თუ იყიდიდა. მიეცი ადამიანს იმედი და ის თელი ძალით მიეკრობა მას. ხო, იმედი კი, მაგრამ არა სისულელე. ეს სხვა საკითხია. იცი რომ შენ იღენებენ იმ პოლიტიკისთვის, რომის წარმომადგენლებიც შენს ქვემოთ დგომ ადამიანად გთვლიან. შეიძლება იმედიც იყოს. მაგრამ როცა იცი რომ ის ვინც შენს წინაშე ეს საქმე წამოაყენა, შენს მიმართ თითქმის ორნიტორინგოდ გთვლის, მე ვეღარ ვლაპარაკობ თანასწორად. არც კი შეიძლება მართავენ კიდეც ჩემ თავს. ჩემი ნეიტრალიტეტი თეირანის ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, მაგალითად, მე თავად მართავ მაგალითად იმ ძალასთან, რომელიც ყოველთვის მდრულად იყო ჩემს მიმართ განწყობილი თურქებთან. ანუ მაქვს სხვა მაგიდებიც, სადაც თამაში შემიძლია. ფაქტია, იძულებული ვარ ომი ვაწარმოო მესამე მხარეებთან. რომ აღმოჩნდე ირანის ჩრდილოეთის მთებში, მარტო, როგორც სულელი, ომის დასრულების შემდეგ, როცა ყველა დანარჩენი ირანელი გაბრაზებულია. რო კიდევ ერთხელ ვუღალატემათ და არავინ მეშველება. მიდი. მადლობთ, ბოლო თემა უკრაინა, რადგან ცხადია ამ ყველაფრის ფონზე უკრაინა, ესე ვთქვათ, ჭრილში რჩება. შეგიძლია გითხრა, რომ ბოლო მოვლენებს თუ დავაკვირდებით, იყო რამდენიმე უკრაინული კონტრშეტევა, პატარა სპოილერი იქნება უკრაინული უკანდახევა სივერსკის, კრამატორსკისა და სლოვიანსკის შორის მდებარე ზონაში, რათა ხაზები ხელახლა ორგანიზდეს. თებერვალი და მარტი იყო თვეები, როდესაც ტერიტორიული ცვლილებები ყველაზე ნაკლებად მოხდა. დიახ. რუსებმა მაგალითად აირეს 25 კვადრატული კილომეტრი, თუმცა ეს წყაროზეა დამოკიდებული, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მაგრამ ამ საკითხში შეგიძლიათ ნახოთ, რომ კამიანსკის ზონაში რუკაზე ბევრი ცისფერი ისარია. ანუ ყველაფერი იცვლება საპირისპიროდ, ეს თვე იქნებოდა ყველაზე ნაკლები ცვლილებებით. დიახ. შიდა წყაროების მიხედვით ამ კავშირში, რადგან ეს ზონა, როგორც ხედავ, გამოშვერლობად იქცევა, ამიტომ საშიშია. გენერალო, ეს ორი თვე განსაკუთრებით ნელი იყო ორივე მხარისთვის, მცირედი მცდელობებით, რომლებიც ორივემ ვერ შეძლო წარმატებით დასრულება. რადგან ორი უკრაინელი სადაკრეშინში სკალასთან ერთად და მანამდე რუსებმა იმანის მიმართულებით. ეს ომი ძალიან ნელი გახდა, უფრო ნელი ვიდრე ადრე, ვიდრე ისაც უკვე გვინახავს 2024-2025 წლებში. და შევნიშნე, რომ დიდი ინტერესი არ არის, დიახ. ზოგადად ამ თვეებში, სამხედროებში, ბლოგერებში, ტელეგრამზე და ასე შემდეგ. იმაზე, რომ ეხა რუსეთში თუ გინდა LinkedIn-ზე შესვლა, უნდა გქონდეს VPN-ი, რადგან Telegram დაბლოკილია. ამიტომაც ბევრი ადამიანი დაღლილია, პირდაპირ წერენ ამას. საკმარისია, უკვე 5 წელი ამ ომს ვიბრძვით და არსად მივდივართ ტერიტორიულიები. პერსპექტივა ისაა, რომ რუსები და ამერიკელები აღარ დაუჭერენ ხარს რუსებს. დიახ. მათ სულ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვთ, რადგან ვისაც უნდათ იმას დაუჭერენ ხარს. დიახ. ევროპამ, რომელიც გლობალური ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა, როგორმე უნდა იპოვოს გამოსავალი, რადგან ნავთობი და გაზი მათ აქვთ, რკინის ფარდის მეორე მხარეს ვიღაცას ამის გათვალისწინება მოუწევს. თუ პრობლემა წლების ან თვეების პრობლემად იქცევა, მაშინ ალბათ ზაფხულამდე ვიქნებით ამ მდგომარეობაში. ეს ომი სხვა გზას დაადგება, აღარ იქნება სამხედრო. ასევე იმიტომ, რომ ცოტა დაღლილობის გამო, ცოტა იმის გამო, არა. მაგრამ ყველაფერი უფრო დისტანციური ხდება, ანუ სურვილი რომ ადამიანი შეტევაზე გაგზავნო, სულ უფრო ნაკლებია, უფრო დისტანციური ხდება. სხვათაშორის ამასაც აუნიშნავ, პირველად ამ ომის განმავლობაში 2021 წლის მარტში უკრაინელებმა რუსულ ტერიტორიაზე უფრო მეტი შორმანძილზე მოქმედი დრონი გაუშვეს, ვიდრე რუსებმა უკრაინულ ტერიტორიაზე. და ეს წაიკითხეთ, ამოიღეთ, გადააბრუნეთ ეს ამბავი, ერთი მხარეს დააყენეთ საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები, ხოლო მეორე მხარეს ნახეთ ირანი.
აბ საუბრობთ ორ ქვეყანაზე, რომლებიც უკვე 4 წელია ომობენ, არა 4 დღე, არამედ 4 წელი. ერთმანეთს უმოწყალოდ ებრძვიან და საოცარი რაოდენობის საბრძოლო მასალას ხარჯავენ და ამას კვლავაც აგრძელებენ. მეორე მხარეს შეხედეთ, აქ ჯერ არც კი გასულა 38 დღე, 29 დღეა, რაც ბრძოლა მიმდინარეობს. მართლა გონიათ, რომ ირანი ასე უბრალოდ 4 დღეში შეწყვეტს თავის დრონების კამპანიას? ხო, მგონია, არ მგონია. იცის, რომ მისი მტრის მიზანი ირანის განადგურებაა, არა რეჟიმის შეცვლა, მაგრამ თუ მაინც უნდა მოუკვდე, ამ ეტაპზე ქვევსაც კი გესვრი, არა მხოლოდ დრონებს. სანამ რამე მაქვს სასრულად, ვისვრი. იმიტომ რომ ვგრძნობ, სხვა არჩევანი არ დამიტოვე. ნაპოლეონიც ამბობდა ამას. უნდა დატოვო. ყოველთვის შენი მტრის ზურგს უკან გაქცევის გზა უნდა იყოს. მაგრამ თუ გაღწევის გზას უკეთავ და ეუბნები, ჩემი მიზანია შენი როგორც ცივილიზაციის განადგურება, რა ალტერნატივა რჩება ირანს? ჩვენ რა ალტერნატივა გვექნება, როცა დედამიწის პირიდან გაქრობას გვიპირებენ? თუ მაინც უნდა მოუკვდე, იაფად არ გავკიდი თავს. უკრაინელებიც აქ ხედავ, რომ ეხლა ცდილობენ ყველა დრონს უშვებენ. შეიძლება სპეციალურად ამ კრიზისის პერიოდში რუსების შემოსავალი შეამცირონ, რომლებიც აუცილებლად ეცდებიან გაზრდილი ნავთობის ფასებით ისარგებლონ. ამიტომ მესმის, რომ ამ გრაფიკებს აკეთებენ, მე ხშირად ვადევნებ თვალს მემოლინსაც, მაგრამ მე უნდა ვნახოთ, ეს არის თუ არა შეგნებული გადაწყვეტილება, რომ ამ მომენტში ყველაფერი გამოიყენონ, რათა რუსების შემოსავალი შეამცირონ. თუ ეს სისტემატური რამაა და მათაც მიაღწიეს უკიდურესად მაღალ დონეს დრონების წარმოებაში. ამას მომავალ თვეებში ვნახავთ. სხვათა შორის რუსები იბრძვიან როგორც უკრაინელების, ასევე ევროპის წინააღმდეგ, მაგრამ ყველაზე მეტად საკუთარ თავთან. ინტერნეტ ცენზურის გამო ეს მნიშვნელოვნად ართულებს მათ შიდა კომუნიკაციასაც და მათ შორის არსებულ უთანხმოებებსაც. თუმცა არსებობდა ერთგვარი განტვირთვის საშუალება. ეს იყო ინტერნეტი, სადაც რუსს შეეძლო ეცხოვრა საინფორმაციო სივრცეში და ეთქვა ის, რაც უნდოდა. თუმცა ახლა, როცა ცდილობენ მათ გაკონტროლებას, ეს შესაძლებლობა ნაკლებია. სხვათა შორის ეს მეც მაცინებს, იმიტომ რომ დღევანდელი სპონსორის NordVPN-ის მადლობის ნიშნად გამოიცანით, რომელი არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული VPN-ი რუსული ცენზურის ასარიდებლად. სწორედ NordVPN და სხვა VPN-ები. რადგან ეს განსაკუთრებით Telegram-ის ბლოგოსფეროზე და სხვებს აძლევს საშუალებას, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და გარწმუნებთ, ისინი სულ უფრო და უფრო მწვავეები ხდებიან. მე მინახავს ყველაზე მძაფრი რაღაცები, რაც რუსმა მილბლოგერებმა დაწერეს, მაგალითად ბოლო დიალოგები, რომელსაც უსმენდი. ესენი იყვნენ რუსი სამხედრო ბლოგერები, გაბრაზებულები, უკიდურესად განაცხენებულები, რომლებიც არ სურთ, რომ რუსეთმა ირანს დაეხმაროს ან გაუგზავნოს ანტისაერო სისტემები და თუ კლემენტე მოლინის გრაფიკს შევხედავთ, მართალნი არის. იმიტომ რომ ეშინიათ თუ გაგზავნიან ანტისაერო სისტემებს, რომლებიც ისედაც არ ყოფნით საკუთარი საჯიროებების დასაფარად, წარმოიდგინეთ თუ ირანში გაგზავნიან. ამიტომ მას უდა მოკავშირედ უყურებენ. ტოქსიკურ მოკავშირედ, რომელმაც უკვე ყველაფერი მისცა, რაც უნდა მიეცა, მისცა დრონები, ისინი უკვე გაამრავლეს, ეხლა აღარ სჭირდებათ. ნოჩისერბეფიუ. მაგრამ რო დავამატო კიდევ ერთი ელემენტი იმ შოუსთვის, რაზეც თქვი, შეიძლება უკრაინელებმა მართლაც მიაღწიეს საკმაოდ სერიოზულ საწარმოო შესაძლებლობებს. ამიტომ ესე შემდეგ არაპირდაპირი მტკიცებულებაა ის ფაქტი, რომ ზელენსკი მივიდა გორხოპერსკოში და რა თქვა? თუ თქვენ როგორმე დაგვეხმარებით, ჩვენ თქვენ დრონებს მოგცემთ, შენ ვერ მისცემ იმას, რაც არ გაქვს. ასე რომ ეს ნიშნავს, რომ მათი საწარმოო დონე ალბათ საშუალებას აძლევს, რომ თქვენ როგორმე შეგვიძლია დაგეხმაროთ. მადლობთ. Promodo, questo è normale. ეს შეიძლება იყოს არაპირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინის ინდუსტრიამ როგორღაც მიაღწია ისეთ მოცულობებს, რაც საშუალებას აძლევს გააკეთოს ის, რაც შენ კარგად აჩვენე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველთვის დაიმახსოვრეთ, რომ ეს დრონების ომი უკვე 4 წელი აგრძელდება და არა 4 დღე. და სიტყვა წელი სწორედ დრონების ომთან დაკავშირებით ვახსენე. გოლფო, როცა ამას ამერიკელი ამბობს, ეს სუფთა შიშია. ეს სუფთა ტერორია.
და ეს არის ის რაც ცოტა მაწუხებს. დიახ, არის ცოტა ინსაიდერული ვაჭრობა და ასე შემდეგ, ნაკლებად კი ნავთობის ფიუჩერსებზე, რადგან ინსაიდერული ვაჭრობა შეიძლება გააკეთო. იცით რომ ახლა აპირებს აფეთქებას, მაგრამ ფიუჩერსებზე ისინი ვინც იციან რომ რამდენიმე თვეში მეტი ეღირება, ეს უკვე სხვა. ამიტომ დააკვირდით, ეს პარალელური ბაზრებია, ხო ასეა. ისინი ვინც დებს ფსონს, რომ რაღაცას აპირებს მოთხოვნას და ისინი ვინც ფიუჩერსებს ყიდულობენ, ფიუჩერსების მიდველები, ასე ოპტიმისტურად არ არიან განწყობილნი და სწორედ ისინი იზრდება. ამიტომ ბატონებო, გეტყვით რომ პარასკევს ან შაბათს შეხვდებით, როცა კიდევ ჩავატარებ პირდაპირ ეთერს დეტალური განხილვისთვის, ან ვინ იცის, დავბრუნდებით ირანის საკითხზე. რადგან დიდი ალბათობით რაღაც მოხდება ან არ მოხდება. ნებისმიერ შემთხვევაში თუ სიტუაცია ასე დარჩება, კარგი არ არის. თუ მართლა დაარტყამენ ენერგეტიკულ სისტემას, ეს ნამდვილად ძალიან ცუდია. ასე რომ ორივე სცენარი მაინც არც ისე ოპტიმისტურია, არა პაულო? არა, საერთოდ არა. ვიმედოვნოთ, რომ ღამე ჭკუას მოიტანს, რადგან საქმე ორმუზის გახსნას არ ეხება, საქმე ტრამპის ჩაკეტვას ეხება. ეს არის პრობლემა. როგორც არ უნდა იყოს კარგი. მე მაისურს დავიბეჭდავ, ნახე. პაულოსთან საქმე ორმუზის გახსნას არ ეხება, არამედ ტრამპის ჩაკეტვას. მადლობთ. შეიძლება მართალი იყო, არა? ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ის უკან, ოქროს გალიაში. მას ოქრო უყვარს. არა, მან თქვა რომ რკინის გალიაში. ოქროს გალიაზე შეიძლება დავთანხმდეთ კიდე, მაგრამ ყოველთვის ვკითხოთ საკუთარ თავს, რატომ არიან შეერთებული შტატები ასე დამორჩილებულები მსოფლიოს წინაშე, რომელიც გაოგნებულია მათი ქცევით? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან ერთი კი, მაგრამ ისინი 360 მილიონი არიან. ეს ბევრია. იკითხე და არის მებაკითხო, მაგრამ რატო? აღარავის უყვარვართ. აი ეს. ყველას ვაწყენინეთ. სინამდვილეში კითხვა-პასუხშია მოცემული. დამიჯერეთ, კანკალებ. ხვალ დილით მე ვარ რესტარტში, რაის 3-ზე და არ მგონია, რომ კიდე მქონდეს ამდენი დრო, ესე გუცბალად ვისაუბრო შენთან ან მათთან, ვინც გვისმენს. ხო, გექნება პანჯარა, უნდა შეამოკლო, ხო ესეა. ვამბობ ასე, ხმოვანებს არ ვიყენებ, ხოლო თანხმოვნებს ვამბობ. თანხმოვნებს. დანარჩენ სახლში დაამატებ, როგორც გინდათ, სახლში დაამატებთ მერე. გესმით? ზმნიზედები არაფერი ვდებ ზმნას უსასრულო ფორმაში და მე ვთამაშობ დიდბოს როგორც გინდათ. კარგი, ვისაც ახსოვს. გამარჯობა. გამარჯობა ყველას, ღამემშვიდობისა. გამემშვიდობისა, ნახვამდის.